მძღოლმა მომაკითხა, ესეც გაგაც მანქანა. მძღოლი. ეს სადარეთ რა? აქ ამას გადავუღებ? აქ და მე როგორ და ესეც რუშნოიზე, ამაზე სალკანტარას გადავაკროვე. ყავზე და დაჯექი რა გაიყვანე M4 ძმობას გაფისებ რა. ეგ აირვა არის, ბიჭო, აირია, ორივე ამისია და სუერევა. თეთრში, მეორე თეთრში. ხალხო. ეს შენი ბრალია, შენ რო შემოტენი აქ, თითქოს მაგის ბრალია. თითი კი არ შემოვტენი, შლანგი ჩამოგიწია. ოდა ეს მაგის ბრალია. და ეხლა ნამდვილად დაიგოგება ხალხო. კარგად იწყება ვიდეო, კარგი. ესე იგი, მე და ტაისონი ვართ დიღომში. ბოდიშთ ხალხო, რომ წინა ვიდეო ეგრე დასრულდა. პროსტა სხვა გზა არ იყო, არ გამოდიოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ ეხლა არის 23 რიცხვია გიო, ხო? დღეს არის 23 რიცხვი და გიოს მანქანისთვის ვეძებ დისკებს რა. გიოს მანქანა არის ეს, C53 კეიცით. ეს დისკები აღარ მოსწონს და უნდა ახალი დისკები. ხო და ესეთი ამბავია რა. წინა ვიდეო იმიტომ მორჩა ეგრე და მალევე და რაღაცნაირად რო შუავიდეოში იმიტომ გავწყვიტე რომ მოგვიწია ნაწილის გამოწერა არაფერი არ უნდა და $25 და ის ნაწილი სამწუხაროდ რაც დაგვაკლდა, მაგრამ თემა ის იყო რომ ანუ 10 დღე ჭირდებოდა ჩამოტანას ხალხო რა. ხო და მოდი გიო შენ გადამიღე და უფრო კაი გამოვა. არ მიადავ იმაზე თითები რა. ჭირდებოდა 10 დღე ჩამოტანას, რადგან 10 დღე ჭირდებოდა ჩამოტანას და მალევე არ ჩამოდიოდა, გადავწყვიტე რომ ეგ ვიდეო უნდა დამედო და გაგრძელება ყოფილიყო ეს ვიდეო რა. და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ ხალხო, გელოდებათ ძალიან კარგი ვიდეოები, ჯერ არ გასპოილერებთ რა გელოდებათ წინ და როგორი იქნება მანქანა და რანაირი იქნება და მე რო ვამბობთ რომ დავიწყე პროექტი და ვამბობდი რომ უნდა იყოს ყველაზე დერსკი M3, ესე იგი უნდა იყოს ყველაზე მაგარი M3 რა. ჯერ ყველაფერი წინ არის, ჯერ ძალიან ბევრი რაღაცაა მანქანაზე გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, სასერვისო არა და ძრავის სერვისი ამით ვრჩებით. როგორც კი ამას დავამთავრებ, ჩამოგვივა ნაწილი 27 რიცხვში, 27-ში ან 28-შივე დავიწყებთ სერვისს, დავასერვისებთ, კი ნახავთ ყველაფერს ვიდეოში, დავასერვისებთ ძრავს, დავასერვისებთ ყველაფერს რაც საჭიროა, კიდე ცალკე ბევრი რამე ჩამომივიდა, იქ კულისის ალკანტარა, უნდა დავტოვოთ საჭე, ალკანტარის გადასაკრავად უნდა დავტოვოთ კიდე სხვადასხვა დეტალები, რომ ალკანტარა იყოს ლამაზად გადაკრული და მოკლედ ძალიან ბევრი რამე გაქვს სანახავი რა. ასე რომ დაელოდეთ ვიდეოებს, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. ნუ გეზარებათ ხოლმე არხის გამოწერა, იმიტომ რომ რო იცოდეთ 40%-ს აქ მხოლოდ არხი გამოწელი და 60% ისე უყურებს არხს, რომ გამოწელი არ აქვს. მადლობა, ვინც უყურებთ ხოლმე და ვინც ალაიქებთ და უზიხართ პროექტს და გაინტერესებთ რა მოხდება პროექტში. ეხლა გიოს დისკებს დაგათვალიერებინებთ, რას შევარჩევთ, როგორ შევარჩევთ და თუ რამე იქნება გიოსთვის მოსაწონი, მაგასაც გაჩვენებთ და დაყენების პროცესაც ნახავთ. თუ არა და გავაგზავნებთ სხვადასხვა დეტალებით ვიდეოს. ესე იგი, ვიხსნის ახლა ეს გაიგაცე, რომ შევამოწმოთ დაყენდება თუ არა. განახებთ რომელი მოგვეწონა. ეს არის Toyota Centris უკანა აქვს რა ეს დისკები. ვინც დაინტერესდებით რა. რეკლამას არ უკეთ, просто ბევრი დისკები აქვს და თუ გაგისწორდება კი ნახავთ. ნუ აი ეს დისკი არის რა. მაგრამ ეს დისკები არის, რამდენჯი არის არ ვიცით. 8.5 9.5. ხო და წესით კარგად უნდა დადგეს რა. დისკები ორიგინალები აქვს. ანუ ორიგინალები რა, aftermarket-ი, გერმანულები და ასე შემდეგ. ხო მამუკა, როგორც ვიცი. ტაივანის დისკები არ არის. ტაივანებიც არის. ხო, ტაივანებიც არის, თუ დაგაინტერესებს. მე ერთი დისკი მომეწონა აქ თვალი დავადგე. ჩემ მანქანაზე არ ვიცი რამდენას ვთქვი, მაგრამ ალბათ ვისაც სტროიკები ყავთ, მოგეწონებათ, ისე განახებთ და აგერ ეს დისკებია. ეს დისკები რა ზომა არ ვიცით? ეგ არის 19. 19 არის. რამდენიჯი არის? 8.5-ია 4 ორიგინალი დისკი არის. 8.5-ია 4-ვე, ხო? 9.5. ხო, 9.5-ია, აგერ ორიგინალებია რა თან. ხო და $700 ეს დისკები რო იცოდეთ. სტროიკები ვისაც ყავთ, სავარაუდოდ დაგევასებათ მაგრად. Toyota Centris უკანა ზუსტად რა. Toyota Centris უკანა არიან ზუსტად. ესეთ გეია. თუ დადგება და როგორ დადგება განახებთ რა. იმედია დადგება, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად დადგება. ძალიან კაია. მოკლედ, ამის გაფართოვება უნდა რა. ისე არ გადის.
ცოტა ეს არის განიერი ჭირდება რა და გაფართოვება გვინდა და აი ნახოთ რა ჩაუდეთ მაგერ ეს წინები არის წინდებს უკანი რა ხო და ისეთი ამბავია პროსტა გაფართოვება ჭირდება რა გავაფართოვებთ ამას ტოკარს გავაკეთებინებთ ოდნავ გაფართოვება უნდა გავაფართოვებინებთ სადაც საბოლტაები არის და დადგება ლამაზად ამ დისკებს გავუტოვებთ ამ კაცს უნდა აგერ თუ დაგჭირდებათ აგერ იმიდან სასანახტოს უკანა ქუჩი და აი ტოიოტას ცენტრთან ზუსტად რა შემოვხოთ აი აქ არის დისკი დღე ნომერი 2 ტოკარი მოვძებნეთ ვისაც დაგჭირდებათ ბიჭებო რო იცოდეთ დიდუბეში არის საბას რო ჩამოცდები შლანგბაუმი შეგხვდებათ საბას როგორც კი ჩამოცდებით რკინის შლანგბაუმი შეგხვდებათ და აი მანდ შედით და მარჯვენა ფაბრიკაა რა და ეს კაცი აკეთებს იმებს რა ქვია გადახრეტას გულის გადიდებას საბოლტეების გადიდებას და ასე შემდეგ რო იცოდეთ ეს ყველა ვერ აკეთებს იმიტომ რომ ცენტრი უნდა დაიჭირო თორე ვიბრაცია ექნება და ნუ მოკლედ არ შეიძლება ესე პროსტა დრელით და რაღაცაებით გადიდება არ სადოთ ხო და მოვედით ახლა ვულკანიზაციაში ვახსნევინებთ აგერ ამ კაიკაც საბურავებს დისკებიდან და მე ავალთ და დაუტოვებთ დისკებს ტოკარი გაგვიხრიტავს და საღამოს სავარაუდოდ რა იმედია მოვასწრებთ საღამოს დავაყენებთ უკვე მანქანაზე და განახებთ მანქანაზე როგორი გამოვა მაქამდე კიდე დავაწვევით გიოსკენ სულავა მოგვიხსნის საჭეს რუჩნოის და ჩამოუტანთ GT-ში ერთი კაიკაცი არის GT-ის ეზოში და გადაგვიკრავს ალკანტარას ორიგინალ ალკანტარას on ფირი და რაღაც რო ეკრობა ჩვეულობ შეკერვით გაგვიკერავს რულს და გამოგვატანს გალამაზებულს რა რამოდენიმე დღეში იქნება საჭეც და ბარემ ამ ვიდეოშივე საჭე რაღაცები დაყენდება ყველაფერი და გალამაზდება ნელ-ნელა მანქანა რა ნელ-ნელა უნდა მივხედოთ ვიზუალსაც იმიტომ რომ ძალიან გაიწელა უკვე ვიზუალის მიხედვა და არ მომწონს წავედით ნელ-ნელა ნახავთ ამ ვიდეოში ეტაპობრივად ყველაფერს მოვედით გიოსთან როგორც ყოველთვის სხვა ამბია საერთოდ გიოს რო დაუწერეთ კამერის ცხონიაო აღარ ცხონია უყურეთ ნახე აი რო იძახდით რომ კამერის ცხონიაო და რა ჭირსო მაგვილსო და რაღაცაები ყველაფერი სექსუალურია ეხლა დავხედოთ გიოს რას შვება კამერით მივადგეთ პირდაპირ რა გვენაღლება რატო არა რა ყველაფერი მოგვიხსნა აგერ კომპიუტერი აგერ საჭე ისე განახოთ საჭე ხო ეს არის კომპიუტერი კი ეგ არის ძრავის კომპიუტერი და ესეც რუჩნოიზე ამაზე ალკანტარას გადავაკროვინებ თავზე და ზემოთაც ალკანტარას გადავაკროვინებ უფრო ლამაზე იქნება და რა თქმა უნდა ეგა ძრავის კომპიუტერი რატო მიგვაქვს ეგ არ მithkoms ძრავის კომპიუტერი მიგვაქვს იმისთვის რომ ჩემი მანქანა აგერ ეს ვაფშე არ შეიმჩნევია ხო არ გადაო ახ სად გადმოუყენებია შეხედე პროსტა ნახე რა უკნა მანქანას ნაგაზავებია შენს მამას ვიცავ მაგარი რა ძრავის კომპიუტერი მიგვაქვს იმის გამო რომ evolve პროგრამა უნდა ჩავწეროთ ნასტროიკა რომელიც CSL-ის Airbox-ისთვის იწერება ასე რომ წავალთ ახლა გაგასთან ჩავიტანთ შევაცვლოვინებთ ვინკოდს ჩაწერს evolve-ის ნასტროიკას და გადავაწეინებთ ისევ ჩემ ვინკოდს ნაყიდი არის სხვა ვინკოდზე სადაუჭირე ხანდა არა რო ვერ დაიჭირე ეგეც ჩანდა ხმაც რო იყო ძირს დავარდეს აი აგერ უყურე გვერდიდან მოკლედ ეს არის გაგა ვიცი გიო შეეცეც რა ზაათ ესოდი გამოდი ხარ მაიცა გიოზე ვერ ამოდის კამერა თუ კარგად აი წავედით მოკლედ რა წავედით და ამ ყველაფერს მოვაგვარებთ და განახებთ თან ვიდეოში წესი დღესვე უნდა მივაყენოთ დისკები გიოს მანქანაზე განახებთ ახლა როგორ გაკეთდა ტოკარმა როგორ გაგვიხრიტა აი ესე გაფართოვდა ჩვენი დისკები რა ამას ვაკეთებ 1-30 წელიაო იმ კაცმა რა და რავი იდეალური იქნება დარწმუნებული ვარ
ცოტა დისკები შელახული არის, ცოტათი, მოიცა გაჩვენებთ. ნახეთ. აი ცოტა ამ ადგილებში შელახული არის რა, აი ეს კუთხეები. მაგრამ ამას გავრეცხავთ, მოვაპარიატკებთ. მერე თუ ძალიან მოეწონა გიოს, ჩვეულობით შეგვიძლია რომ დაუტოვოთ, გასაკეთებლად რომ გაშკურკონ, დაშპაკლონ, შეღებონ და კუთხეებზეც აღარ ექნება არაფერი. დანარჩენ ადგილებზე არც ნასვარკია, არაფერი არაა საერთოდ და იდეალურია რა. რომ გადააცვავენ საბურავებს და დავაყენებთ მანქანაზე, გაჩვენებთ როგორი გამოვა. დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი იქნება რა. ეხლა არის ესეთი დისკები. ეს დისკები აყენია ეხლა და მე მაგალითად ვაფშე არ მომწონს ეს დისკები. ხო და არც უხდება რა, ლამაზიც არ არის. ნახოთ როგორი გამოვა რომ დავაყენებთ. ცუდი ამბავი გვაქვს ხალხო. ცუდი დისკები ხა ვიღებთ, რა ისე დიაგნოზული ვარ, ისე დიაგნოზული ვარ. იმდენი ვიწვალეთ მაგ დისკებზე რომ იქამდე მიგვეტანა, მოგვეხსნა, აი მაგრამ ხო განახეთ რაღაცები და მიხვდებოდით რამდენიც ვიწვალეთ. გაგას მანქანაში საბურავები გადავალაგეთ. აქეთ დისკები გადმოვალაგეთ. კაროჩი. არ წავიდა რა, ანუ წინ წეროებზე ედება დისკები და საბურავიც არ გადაგვიდია, ისე ედება ფლიანეცით, ერთნახევრიანი ფლიანეცით ედება და ნუ კაროჩი რა, ვერ მოვარგეთ ვერანაირად რა. ხო და გამოვიდა ისე რომ დაუბრუნებთ უკან, ხვალ მიუტანთ უკან და რავი თუ რამეს მოუძებნით გიოსთვის დისკს, კი ვნახავთ და კი განახებთ თქვენც რა. ეტაპობრივად განახებთ რამეს თუ გავაკეთებთ ახალს. რატო არ მოერგო თქვი? ხო, წეროს რო ედება წინ რა. მოკლედ. შიგადაში განახებთ ხოლმე რაღაცებს. გაგას მანქანას უნდა გააწონინგოს რა და მაგაზეც გაჩვენე. 600 ცხენზე უნდა ავიყვანო და რავი რამე იდეები თქო. 600 ცხენზე უნდა ატმოსფერული საყვანა რა და აი რა გააკეთოს ურჩიეთ A4 არის 2-დან 0. 4-დან 0. ყველას 4-დან 0 გონია, 48 წელი. გამარჯობათ ხალხო, ესე იგი დღეს არის 28 რიცხვი, უშინ უნდა ჩამოსულიყო ჩვენი ბანუსის დეტალი, საბაჟოზეა და სამწუხაროდ დღესაც არ ჩამოვიდა. დღეს კი არა და გუშინ უნდა გადაგვეღო უკვე ეგ ვიდეო, სადაც ვაყენებთ მაგ დეტალს, მაგრამ ფიზიკურად ვერ გამოგვაქვს. ასე რომ საჭე მაქვს დატოვებული. ეხლა მივალთ ბელიაშვილზე, საჭე მაქვს ალკანტარის გადასაკრავად და ხელის მოხრუჭი დატოვებული და მივიდეთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. იქნებ დღეს, რავი, როგორმე მოესწროს, რომ წამოიღონ სამანათი საბაჟოდან, თუ მოესწრო და წამოიღეს სამანათი საბაჟოდან, მაგ შემთხვევაში დღეს საღამოსაც შეიძლება გიო შევაწუხოთ რა. თუ არ და საჭეს განახებთ როგორი გამოვიდა და რანაირია. წავედით. მძღოლმა მომაკითხა, ესეც გაგას მანქანა. მძღოლი. ესე იგი. წავედით ბელიაშვილისკენ დავიზარით ხალხო რა. აი ეს არის, აი ეს ბოქსი არის, მოიცით თუ არ მეშლება. ან ეს არის, ან ეს არის. ეს არის აგი. ეხლა შევაჭრდი და განახებთ ყველაფერს. ჩვენი საჭეც დღის შუქზე განახებთ, მოდი. ესაა ჩვენი ხელის მოხრუჭიც. ყავი გადავატარით და ალკანტარა. განახებთ დღის შუქზე რა. მოკლედ ამ კაიკაცთან აგერ დაინოა წინ და დაინოს გადმოსწრო გადმოხვალ და ეს კაცი აკრავს ალკანტარას. სახეზე არ განახებთ, რომ მოხვალთ მიხვდებით ვინც არის. დღის შუქსაც განახებთ, მაგრამ ესეთი გამოვიდა. შიგნიდან ეს ნაკერები როგორც ქარხმო და აქ ისეა. მოკლედ ძალიან ლამაზია რა. პროსტა ერთადერთი არის აი ეს და რჩა უშნო და ამას მოვხსნი და შევაღებინებ რა, გადავაკროვინებ რამს. ამაზეც ესეა, ყავი, ნატურალური და აქეთ ალკანტარა და როგორც უნდა გქონდეს ემის ნაკერები. ძალიან ლამაზად გამოვიდა მოკლედ. მე კმაყოფილი ვარ. თუ იმას დაგჭირდებათ, კი იცით სადაც არის რა. ეხლა მივალთ, ფულს გადავხდით და დავაწვევით გიოსკენ. ესე იგი, ჰოთ-დოგები აუღეთ ბიჭებს. იმ კრუგთან ვართ გიოროს რეალებს ხოლმე. ჩემი მძღოლი საუკეთესოდ მართავს, თან შოკოლადს ჭამს. პრობლემა არა აქვს, საერთოდ უკვე ისე გათამამ და არ ვიცი. მოკლედ. მივალთ ეხლა. გიოსთან გადასაღები რა არის? გიო კი მოგენატრებოდათ და განახებთ, მაგრამ საჭეს და ხელის მოხრუჭს დაუტოვებთ და დღეს აღარაფერი საქმე არ გვაქვს, სამწუხაროდ არ მოგწერეს რომ ნივთი მივიდა კომპანიაში რომ გავიტანოთ. არ მოგწერს არ ჩამოსულა.
არა, ჩამოსული არის და საბაჟოზე არის 2 დღეა. ხო, რა, არ გამოუშვა საბაჟომ, რა, ანუ განსაბაჟებელი და რამე არ არის ხალხო $25 როს. ესე გაგა. მობას გაქვს სკლეროზი ხო არ გაქვს? ერთი 100 ჯერ არ ნამყოფი ხალხო. დიდასოფიცა ვარ ხალხო 100 ჯერ არის ნამყოფი აქ. აგერ გიოსთან როგორი ნისლია შეხედეთ. არ ხოთეს უცა. ესე იგი, ესეთი ამბავი გვაქვს. გუშინ გიოსთან ვერ დავიწყეთ, ვერაფერს კეთება. ხო და ესე მდგომარეობაში ვართ. საჭე მოხსნილია, აგერდევს, ბაშმაკი ჩამოვიდა. ნუ აი გიო მანქანებს გაუშვებს და განახებთ ყველაფერს აბსოლუტურად რა, როგორც კი გაუშვებს მანქანებს, რომ დავიწყებთ და შევბერავთ რა ბარები. ასე რომ მოვედით და აქ ვართ რო იცოდეთ. ჩემს ძმებს ჩემის როსლის მამოვიდა, გიორგა, იასუნია შაურმით და ხა ისე რომ მოყოლიყო მაგრა გაფიკვირდებოდა. მოკლედ. მურთა მოვიდა ნიკუშა, ნიკუშ შეატრიალა შენსკენ კამერა. აუსათვალე. იმას სათვალე ჩამოიწია. აქა ვართ. ხო და თემქაზე ვართ ზევით. საჭმელი მოუტანეთ, მოშივდა. საჭმელი ჩამომიტანეს თბილისიდან რა. აი. გაშალეს სუფრა რა. ეხა გიო გაუშვებს რაღაც მანქანებს, ბევრი მანქანა ყავდა მართლა ძალიან X3 E92 ES, 315 ES და კიდე რაღაც მანქანები X-ში ძრავიჩადეს, ძველი X5-ში, M-ში და კაროჩე რა. ხო და რო შეიყვანინ მანქანას უკვე აი მაქედან გავაგზავნებთ, მანქანამდე დავნაყრდებით რა. მანქანამდე გადაახედი ამ ლამაზ გარემოს რა. რა ლამაზია დუშეთი. აუ გიო როგორ უხდე? მოიცა, გთხოვ ესე გაჩერდი გიო ძალიან კარგი ხარ. ერთი წუთით კარგია. მიდი გაიხედა იქით ჩაკვიჩე. ჩემ თავს გაფიცებ შაურმის რეკლამა იქნება ტოპი. მიდი ჩამიკვიჩე, ჩამიკვიჩე. ტიპი რას შვება მან პორეს ჩამისვი როგორც კოლგეიტი. კი არა და. აი, ჩემი ძმა ურთაზა არ მინახებია წეღან. რამდენი ხანი არ მინახი ხარ? თვე ალბათ. და ვისი ბრალია? შენი. რო ხო ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ვისი ბრალია? შენი. შენი ბრალია. კარჩ სახლიდან არ გამოდის რა. სახლშია ჩემში. სულუნავ შემზე ჩემი პატარა ძმა. მოკლედ. ავი ცოტას ვიკიშკავთ. კარგად გამოდი. შევერე. ნალაიკ. უნდა ერთი და ლაიკი და არხი გამოიწერეთ ხალხო და ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ. იცით რატო? ჯერ ამ ვიდეოში არ მინახებია, ამ ვიდეოში იქნება სერვისი, მე ალბათ დაინოზე დავაყენებთ, მაგრამ ჯერ არ მინახებია რეები ჩამომივიდა და მანქანა როგორი იქნება. ხალხო, გუშინ ვერ მოესწრო 10 საათისთვის სახლში წავედით, არც დაგვიწყია არაფერი საერთოდ. ეხა დავიღალე ძმაო, დავიღალე, რა გავაკეთო? მე ხო ადამიანი ვარ, რობოტი ხო არა ვარ, დაპროგრამებული ვიყო და მუშაობ. მეც მინდა დასვენება, დაძინება, ოჯახის ყურადღება და ასე შემდეგ. რამდენი შვილი მყავს, ხო იცი? კი. მე არ უნდა ყურადღების. მე ხო წავედი. მთელი ღამე მამუშავე რა ყო. ჩემ მანქანას ხელი არ მოუკიდებია ხალხო. შევაყენეთ, გამოუშვებენ ბიჭები ზეთს და დავიწყებთ იმ ბოლტის ძებნას, რომელიც ჩაგვივარდა. რა ფერი ამას გადაუღე? დაიმახსოვრე, დაასკრინშოტეთ. ეს იქნება ხალხო ესეთი ფერი. ხო, აი ესეთი ფერი. გიო ისე ძრავი რა მდგომარეობაში არის შე. აქაც ნაგარი აქვს რა. აჰა. ანუ არ ესე შემიძლია გავასუფთავო, გავაპრიალო, მაგრამ მე კარტერი გვექნება მოსახსნელი. ოპ, სხვა რამის გაყურებინებთ. ესე შემიძლია ესეთ ფერზე მივიყვანო, მაგრამ მე კარტერი გვექნება მოსახსნელი. ხო, მე კარტელი იქნება ჩამოსახსნელი. მაგრამ თუ ვერ ვიპოვეთ ხალხო ხა, ეს ბოლტი მაინც კარტელი იქნება მოსახსნელი რა. დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც იმაში არაა ჩავარდნილი, რომ შეიძლება რატომ მოხდა, იცი? მე ხო მიყვარს სისუფთავე და გაპრიალება ყველაფერს რა და სპეციალურად. სპეციალურად ჩავაგდე ბოლტი, რომ ვერ ვიპოვო, ვერ ეს გავასუფთავო და ბარემ კარტერი მოხსნა. რა შვი? ჯეკდელსო. გული გამიშკდა. შემაშინეს ე. მანქანა დამიმტრეთ ხალხო. ამ ბიჭმა გამიფოჭა მანქანა ხალხო. ძირს დააგდო, შეხედეთ რა უქნა, როგორ გამოკიდა ჩემი მანქანა. გასარეცხი, გასაწმენდი, გასატრიალებელია იმენა. ეს დავკარგეთ, აგერ ეს.
და ბოლტი რა, აირბოქსს რაც უყენი. ეს ბენზინით გაპრიალდება, ეს თავი იმის ძრავის და ნახეთ აქ რამდენი ზეთი აქვს გამონაშვები, ამას შეხედეთ პროსტა რას გავს. გიო ეს ისე ამდენი ის რატოა? როაპარებს ვერ მტვერიედება და იკეთებს ეს არის ვანუსიდან იმენა. ეს არის ვანუსიდან გამოპარებული. ვანუსიდან გამოპარებული არის ეგ. მოკლედ. ეხა მოვქუქავ ჩემ კერხერს და იმენა ჩავაკერხერებ ყველაფერს. ბექასაც გავრეცხავ დაჟე. ოღონდ ეხა როგორი გახდება? არა, ესეც ჩამოიტანს. ესეც იმოშვება მაგრად. მაგრამ ამაზე მეტად ბენზინი არ აპრიალებს? არა? ბოლტს. რომელიც ჩავარდა კარტერში. ზეთი გამოვუშვით იმის გამო რომ ვიპოვოთ. დგას? ჩავედი ზეთში. ეს ზეთი არ ჩამოვიდა. ჯერ არაფერი არ ხდება ის არის რა. ზეთი ბოლომდე არ ჩამოსულა და თან იქ რო ჩავარდა სავარაუდოდ მანქანამაც რო იმოძრავა წაიღო რა. შეიძლება უკანა მხარეს ეს სულ იქით გდია შეიძლება რა. ხო და სავარაუდოდ ნუ კარტერი იქნება ჩამოსაღები. არ ვიცი. და მე რამდენი მეორე. ბიჭო, აი შეიძლება ნებისმიერ ადგილზე იყოს რა. არ გაწმინდე? რაღაცა ვერ არის. ხოძო. 4 კაში აღარ აჩვენებს კამერა ხალხო რა. რაღაც პრობლემებში ვართ. ისა აი აქ უნდა მოუხვიოთ ეხა. ოპ. აი რაღაცა მე ზენეთიკო ზეთი. ზებნა მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გიო აგერ კერხერით მოვიდა. მოდი რა, ეხლა შევთანხმდით უცბად. ვეუბნებით რომ აქ ვერ ვიპოვით, აუწიოთ რომ კარტერი წავიღოთ. კარტერი ჩამოღება. ბიჭო, რატო იცი? თავარი სამძებრით სამუშაოებზე ჩაერთო ძიმე ტექნიკა. ძიმი არტილერია ჩაერთო. რამდენი კილო ხარ? მე 85 შენ? მეც აბა მითხრა. წავედით. ძიმი არტილერიაო შენ? შენ იქნები 105, 100. რამდენი ხარ? 83. არა. სამასასწორზე. სიტყვება გავგიდე. სამასასწორზე და არ არსებობს. სავის გაგსასწორი? არა მაგ. არა გაგდა მაგით ვამბობ. დავდგე ხალი სადაც საწავიღე. სადაც გინდა დავდგე. ყვილა რომელსაც ამბობს. გინდა დავდგე. ყვილა ამბობს. შეაფასეთ წონა რამდენი იქნება მითხარი? 100 ხო იქნება? 90-მდე იქნება. 95. 70 არასდროს არ ყოფილა. 67 კილო მე ვარ. შენ მე გამხდარი ხარ. ესე იგი, ეს ყვილა გამოვიწერე $80 რომელიც. რაც გაგვიუქმა ისაა, ხო? ესენი ხო ყველაფერი ვანუსისაა. ეს ზეთის რაც ის არის? საკეთ დავდებ. ესენი დაგვავიწყდა წინაზე ყვილა ვატარე. რაზე? აირბოქსი უნდა მოუხსნა. რა დავდე? ეს ხოლმე შეხო. ხო. მოიცა ნიკუში. არა გერიოს ნიკუში ხა და. ხო, კაი, დაუდე მიდი. თვითონ დაალაგებს და. კაი. გიო, აგდევს ესენი, ეს ამოვიღოთ? ეგენ მინდა. კაი. გაიწია ნიკუში. დაუდე და თვითონ დაალაგებს. ეს არ არის. ეს წაიღე. ეს ის ყლინჯი არ არის რაღაც. ეს რა არის?
ეს რა არის? ეგ შიტოკისაა, ესა გიო. მურთო, აი იქით გადი, აი რვის უკან და იქიდან მაგარი კადრი აგებული შენ მომასწრე. კაი, ნახავ. ამოვალაგეთ ყველაფერი აბსოლუტურად, რაც გამოგვიგზავნა SES Tuning-მა. ეს ყველაფერი არის SES Tuning-ის გამოგზავნილი. ვანუსის დეტალები არის, თითოეული დეტალი და დანარჩენს რავი. რაც იწყობა და რაც კეთდება გიო გეტყვით, თორემ მე არ ვიცი რა არის. ეს არის რის გამოც გავჩერდით ხალხ. ითხრა რა დაობა. ვიდეოში ვთქვა. ვოლტების გამოვიწერე რა, მაგრამ 92-ის. ეხა უყურებ დაშკარა სხვა ვოლტები არის და 92-ის ვოლტები ვისაც დაგჭირდებათ ვანუსის. აგერ არის. და ვერ მოგარ 92 ეგეთ ვოლტები ვაფშე არა ვანუს. 92-ისა. აი ეგერ განაჩვენე ვანუსები როგორია 92-ზე? ხო, მაგრამ რავი 92-ის უწერი. მოიცა? აკიდია გია. აუ ეს ვიცი, ჩოლებრივი ის არის. არა ემის ვანუსებს ესენი ვოლტები წყდება რა. ხო და არა ემი 92. უყურე რა მოხდა? ეს რო ჩავაგდე კალათში SES-ზე. ამოაგდო ეს, რატომღაც არ ვიცი. და დავამატე ეგრევე რა, ბარემ 12 ცალი არის. რო იცოდი თუ იმას დაგჭირდებათ 92-ის არის რა. ვალვეტრონიკი ენძრავებისაც აქვს ვანუსის ვოლტები წყდება ხოლმე და ეგერ. გიოსთან რომ მოხვალ სასერვისოდ, ნახეთ პრომოკოდი რა არის. მოხვალ სასერვისოდ და მე გაჩუქებთ ამას. ნახე პროსტა რა გავაკეთე რა. გასულ ძველი რა მდგომარეობაში იყო? კი. არ შეგვინახია რომ შევადაროთ. ძველი იქ გედო შენ, არა, ის გადავაგდებდით. ძველი ვაჩვენეთ ხალხს. აი, როგორიც იყო კი ნახავდით ვიდეოში რა. და ესეთია. ესეთია ახლა. მეტი აღარ აქვს არაფერი? არა. დარწმუნებული ხარ? კი, სხვა არაფერი არ არის. მეტი არაფერი არ არის. არაფერი არ არის გიო. აჰა. კიდე ნახე. კოლომბია მოაჭრე. ეგეთი რამე არაა გიო. მიდი, კიდე გავხსენე. ამას თუ იმაშვები ეგეთი რამე არ არის. რატო არ არის? არ არის ეგეთი რამე ვანუსის კიტში და სერვისში. ვანუსის შაიბებია და როგორ არ არის? არ არის გიო, ეგეთი რამე ანუ არ არის. არსად არ არის ეგეთი რამე, ვაფშე, ანუ დასამატებელიც კი არ იყო ეგეთი რამის. არ არის ეგეთი რამე და რავი, ესეთი რამე რო იცოდა SES-ზე საერთოდ არ ზდევს. და ვანუსების იმაში მით უმეტეს არ არის. ეს არის ვანუსის თავარი შაიბები. ხო და არ არის ესეთი ამით რამე. მუშაობს ვანუსები, ეს იპრესება, მიაწება და გადაწევს. აი ხედავ ეს ზოლები რო აქვს. ხო. ეს არის გაცვეთილი. ხო, ნუ გავიგე, მაგრამ ანუ ესეთი რამე ვაფშე არ იყიდება SES. და ვანუსების კიტშიც არ არის, რავი. რავი, წინაზე ამოვალაგეთ. ერთად ამოვალაგეთ გიო ვაფშე ყველაფერი, რაც გამოვიწერე და ეს არის ზეთის ფილტრის პრაკლატკა რა. რაც ყენდება ამის დაბლა, ხო? ამის ქვეშ. ხო და გაზდიოდა და მაგიტო გამოვიწერე რა. და დასაშლელია ხა ზედა მხარე აირბოქსი მოხსნა და თომ და აირბოქსის ქვეშ არის რა და იმასაც მოხსნი და განახებ შეცვლის პროცესს მაგისას და ამას რამე გადავახვიოთ ხა, არა? მოკლედ, რა შეეხება ამას? ამ დეტალებს, ამას დავაყენებთ უკან. იმიტომ რომ ვანუსის სერვისის კიტში ესენი საერთოდ არ შედის. არსად, არც ერთ საიტზე, არც ბეისანზე, არსად საერთოდ მსგავსი რაღაცა სერვისის კიტში არ დევს, არ ვიცი. შესაბამისად მანდაც არიდო. ეს ნაწილების კიდე, რავი, გიოსთან ერთად ავარჩიე და რავი, რაც იყო, ესენი იყო. ვანუსის კიტში რაც იყო, აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითე და ესენი იყო. რა ვიცი. ხო და ამას მივაყენებთ უკან. ჩვეულებრივ არაფერი ძალიან გაცვეთილი და მიცვეთილი არ არის და არაფერს ხელს არ შეუშლის რა. ასე რომ ტყუილა ნერვებს არ მოუშლი და ტყუილა 10 დღე და 20 დღე ლოდინი ხა იმის გამო რომ ეს რაღაცა კვილანები შევცვალო ტყუილად რაღაცა ისეთი მდგომარეობა რომ იყოს კიდე დაველოდებოდი და მოვიშლიდი ნერვებს, მაგრამ არ მოვიშლი რა პოხუი. კვილებს უყურე ამის. რომ ხილათი სქელია, პროსტა ამის კვილს დააკვირდი და ამის კვილს დააკვირდი.
რაც ტყდება რა ზოგადად და რაც აქ მოტეხილი ამ ჩემსას. აი, გიო რას ვაკეთებთ? ეს რეზინები რების მოყვა, ამ იმის რეზინები, ამ პატარ-პატარა დეტალების, ხო? ოპა. Химчистка. ესენი რა ისა? ტეფლონის შაიები. რაც ეს არის სიცხე გამძლე, სიმხურვალი გამძლე. და ეს ანუ სიტყვაზე რატო იცვლება ხა რა ჭერს ამას? როც ხდება მე წნევას ვეღარ ჭერს ვანუსი და ხმაურობს და კარგად ვერ მუშაობს. თქვენ ხო თბილადზე ხართ ხა და სახში დაუყურებთ. გუშინ დილის 11 საათზე მოვედი. ხამის 10 საათზე ისე წავედი რომ ჩემი მანქანა ვაფშე არ დაგვიწყია. დღეს 11-ზე მოვედი 12-ის ნახევარზე. და ეხლა არის რომელი? 3? 3-ია და ჯერ საერთოდ არაფერი არ გაგვიკეთებია ჩათვალე ვაფშე რა. ანუ ეხლა მოაძრო ვანუსებს რაღაცეები და იმდენია საჩალიჩო რომ რა ვიცი. აი თქვენ ხო პროექტებს პროსტა დაედო რა ვიდეო უყურებთ უცბად. აი 40 წუთში უყურებთ, მე რასაც ვაკეთებ ხოლმე 2-3 კვირაში. ძალიან ტვინის ბურღვა, აი ძალიან ტვინის ბურღვა, ვერ წარმოვიდგინეთ. პროსტა ისე რომ არ მიყვარდეს მანქანა. დედას ვიცარ, აი პროსტა ავაწყობდი და გავყიდიდი. იმიტომ რომ აი ძალიან ტვინის ბურღვა არის რა, ძალიან ძნელი არის. თან მე მიყვარს ყველაფერი იდეალური და იდეალურად უნდა იყოს ყველაფერი და უნდა იყოს კარგად ყველაფერი გაკეთებული. ეხლაც ამ ფილტრს, რასაც გასდიოდა, აი როგორ გასდიოდა, იცი აი რავი რა არ ვარ შეცვალო 5 წელი რომ არაფერს არ გააფუჭებს და არაფერს არ იზავს, მაგრამ აი სულ ყველაფერს ვცვლი. თუ რამეს სადმე რაღაცა პატარა სალნიკი აქვს და გაწვეთილია ყველაფერს ვცვლი და დამჯდარი თუ არ. ხო და ყველაფერი მიყვარს იდეალურად რა და ძალიან ისე რომ იყოს და იდეალური რო გიყვარს კიდე უფრო საშინელებაა. იმიტომ რომ მაშინ ყველაფერს უნდა მიყვე და ეს რაც უფრო ხსნით ყველაფერს დავითს ვეკითხებოდი წეგენ რომ რამეს ხო არ ხედავ მეთქი ისეთ რომ გავარდე უცბად და მოვიტანოთ. ძალიან ტვინის ბურღვა არის. ახლა რასაც რო გია? შინკიდესანი. რამდენი სოლნიკია. აჰა, სადოყენე სალნიკი? აი, ათავი რო წამოწია. რა უბედურება, რამდენი სალნიკია. საღოლ? ეს რეზინაა. თუ არა? ეს ნახეთ ზეთისგან როგორ ისაა დატოვებული. ზოგადად იყიდება ხოლმე ეს. აი ეს კონკრეტული ნაწილი გაკეთებული რა. eBay-ზეც და იმაზეც დასერვისებული ზოგადად პირდაპირ რომ მიაყენო იყიდება ხოლმე ეს დეტალი რა. კბილანით, ხო, კბილან 1900-2000 დაახლოებით რა. არ ვლაპარაკობ. ჩაჯმული იმას რო რეცხავ? ჩაჯმულს რეცხავთ. აი? ხედავ ახსნა. და შვიჯერ მოწყობინებს ერთ და იგივე რაღაც. რას გაწყობინე? არა უშავს. იქნება 10 დღეში. ერთხელაც მოვხსნით ხალხო მერე რა. ერთხელაც მოხსნით ყველა სალნიკი პრაგმატია თავიდან გინდა. რატო? რატო და რომ დააყენებ მე აღარ ვარ გაიჩქარა. მეოჯერ რომ მოხსნით. ხო და ეყენოს კაცო მერე რომ მოვასარვეს რომ არა მოვხსნით მაგით ეს. ხო რა. ხო და ჩემ გარო წავა ის მანქანა და ვანუსი იკაკუნებს მე რას იყრი. რატო იკაკუნებს? შაიბებს რო არ ვცვლით მაგითო. რას რო არ ვცვლით? შაიბე? კაიაო შენ არ მითხარ. ის? ვერა დალაკი. ფლატ ჯამფელი ვერ ყოფილა. არაფერი არ იკაკუნებს. ნახეთ გაიტანა და რაღაც დაასხა ხალხო და არ ამბობს რა დაასხა, ამას შეხედეთ რა დეტრია ბიჭო რა ხდება. მაგასაც ამოწმინდა. გეგონება კომპლექტში იყო. ამაშიც ანუ შიგნით ზის ისინი? ხო არ ხადაო ბიჭო როგორ გათეთრდა? რაღაცა აქვს ხალხო და არ ამბობს. ხსნარები და რაღაცაები აქვს თავის. არ იძახეს.
დიახ. ბიოლოგიური ჩარევები არ ვიცი მე რა არის. გამარჯობათ ხალხო 10 დღე გავიდა, ჩამოვიდა ახალი დეტალები. მალოდინა 10 დღე რის გამო შეხედეთ ეხა მოიღებს. მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-დან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრეშიანია. გადადი. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 3 სამბერი 26%. გადადი შიგინაცვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენს ხედავთ? კიო, ეს რო სიტყვაზე გაიწემურთო? ეს რო სიტყვაზე ცალკე იყიდო რა. აი ეს სრული დეტალი. ძალიან ძვირი ღირს. ცალკე იყიდე. ხალხო იმდენ ფულს უხდე მურთოს რომ ყველა დეტალს ვიღოს. იცით რა ხელფასია ხალხო. თქვენ ახლა გონიათ რომ თქვენ ახლა გონიათ და დგება და ტყუილა. იცით რა ხელფასია აქ ტიპს? 5K. ეხლა ყურე ჩარეცხვა იწყება. არა. დააფიქსირე ახლოს მურთო ოღონდ. ეხა იქნება დოიპოსლე, მურთო. ხო გევასება შენ დოიპოსლეები. ხსნარს არ ვიტყვით. გამოივლით 500 ლარად მოგყიდით 1 ლიტრს, ვისაც გჭირდებათ. ხო არ გადაო ბიჭო. გამოიწია შეჩემს. მეც გავხეთები ახლა. არა ნახო მურთო რა სასხავს. მორთლო როგორ ათეთრებს, გადაო. ეხა უყურე. ეხლა ნახე რა ვქნა. აი შესადარებლად რა. აქ ამას გადავუღე. აქ და მე რა უკან გადაიღე. აი ამებს რა, წინებს ნახე. რაც გაირეცხა ჯერჯერობით, ლაითად რო გაირეცხა. აი ამებს გვერდიდან ნახე. აი მოიცა რომ მოვაშორო. აი ნახე ფერს და ეხა ამის აი ამ უკანას გადავუღე სულ. ეგეთი ფერი იყო წინას. და ეს არის ხალხო ზეთის ნადები რა. მოხვალთ ჩემთან პლეხანოზე ვასერვისებ ძრავებს, მოხვალთ ჩემთან. ყოველ 10 დღეში გიო გეტყვით ახალ ნაწილს. 10 დღე გავიდა ბაშმაკი მოვიდა, 10 დღე გავიდა ეხა ეს შაიბები მოუნდა. იყვებით უცნაურ ამბავს. ესე იგი, ხალხო, ვისაც ეს ხსნარი დაგჭირდებათ, სულაო პერფორმანს ჩაწერთ Google Maps-ზე და ლიტრს ვყიდით, ამჯერად ფასდაკლება არის 75 ლარი ლიტრი. აქვე ჩამოგისხავთ. გინდათ გაწმენდა ძრავის, თუ არ გინდათ ეხა თქვით, კაცო, გაიარე სხვაგან ნახე. აბა ნახეთ. რა ხსნარი, ეხა დაწერენ კომენტარში. შეგაძმაო მეც ვიცი ეგ ხსნარი, ლილოში ვყიდულობ ლარად. ანუ ამას შეხედეთ ხალხო. გამოიწია ერთ წუთი. შენ მოგიტყვა შე ლარიან სამრეცხაოში მოვედით ხალხო. გიოს ლარიანები ქვია. რა ქნა ბრატ? ჩავაჭრია. ეჯერ ისე პირველი ფენა იყო, კიდე არის რა. ხალხო. ყიდი. M346 waterflood-ი არის. მოვიდა 10 დღე. ჩამოგვივიდა ახალი ვანუსის შაიბები. ახალი ვანუსის შაიბები მოვიდა როგორც იქნა. აღარ ძოლი ეტყობა, აღარც არაფერი. აღარც ნაკაწრი აქ არაფერი საერთოდ. გაწყვეტილი არის, ყველაფერი ახალია, ძმაო. ახალივით საერთოდ და ვაყენებთ ახალ შაიბებს. რა თქმა უნდა, არ ტოვებთ ხოლმე არასდროს ჩვენ ძველ შაიბებს და რა უნდა დედას ვიცი. კარტერი ხოვდა მოხსნა. მე კარტერი პრაგმატიკაზე დავაყენო. ჯოსნიო. საათი მოიტანე ახალი პრაგმატიკა. საიდან მოვიტანო კარტერის პრაგმატიკა არ არის არსად. რა არ გახსოვს გამოვიწერე. მე რა ვქნა ხა კარტერს რომ მოხდე ძველი პრაგმატიკა დავაყენო. აბა რა. არა, ვერ მო. მე რომ მობრალებს ბიჭო თვითონ ჩავარდა ბოლტი და კარტერის პრაგმატიკაო. ეს უყურეთ ხო გინდოდა. მოიცადე. ეს რაც გარეცხა 10 ჯერ ამოვიღეთ ეს ყველაფერი 10 ჯერ ჩავდეთ არც ერთხელ არ უთქვამს. არ გიჩვენებია. აი ესეთი გამოვიდა და ესე გაპრიალდა ეს რახტ. აი ვაფშე. ცეპია ზებუნდა. ვა, ეს კიდე კაი ვარ გაგიგონეს შენ. მეორეც აქა ეგეთი გაპრიალება. მაგრამ ის გაპრიალდა. ეს მაგას ხვის უნდა.
ამას უყურე. ნახე ბიჭო ბზინავს. და ის აუ, მურტოს თავზე აირეკლა ეგ. იმაზე რატო არ იძახი გადაატრიალე? ამაზე რატო არ იძახი არა? აი ეს იყო აუ, აქ ნახე შინ როგორი ის აქ რაღაც ნაგავი შეტანი. ეს არის ცოტა ეს რა არის? დიაფრაგმა. და? და არა. საღო. ეს რა მოხდა? ხო? ანუ სხვა ახლა ეს მოსაშორებელია ხსნარმა. ეს? ხსნარში არის. ეს ვაკის ის მეგონა. მოხსნათ ხო? მოდი. მოდი. დაანებე თავი რას ხსნით? გარეცხო. აი მოხსნა. არა. მაგას დაანებე. არ მოხსნა, კაი დაიკიდე კაცო. არა გასაწმენდია კაცო. მე ვიზავ. გასაწმენდიაო, მოხსნა. მე ვიზავ დაანებე თავი. გიო. ეს რეებიან და რას უკეთებთ? ეს არის აი ვანუსის ღერძების სალნიკები, რომელმაც წნევა უნდა დაიჭიროს და ვანუსის გამოწევის დროს წნევა არ უნდა გააპაროს. წნევა თუ გააპარა, ვანუსი ბოლომდე არ გადაიწევა. ეს კბილანებია? ეს არის ვანუსის კბილანები. ეს ამოძრავს რასპედოლებს, გადაწევს, გადმოწევს. ეს დგება უკვე შეგით ვანუსში რა, მეებში. ეს დგება რასპედოლებს და ეს აქ დგება და ასო მიაწვება ამას, გადაატრიალებს, გადმოატრიალებს. ფაზებს ცulis. წაფ. ხალი დავაყენეს და დამოტყუნა კიდე რატო გაუშვათო? რას ახალს აყენებ უფრო უშვს? ახი ამან დავაყენე ისევ გაუშვა ამ დედამ, მაგრამ ყველაფერი ამის გაზდის იმენა არ მინახავს ამას არ გაზდიოდეს. წეგან ეგ ვიფიქრე რომ ჩამქრალზე რომ ხუფი ხო ახდილი გქონდა ჩამქრალზე შემოაგორეს და რო ატრიალებდნენ რულს სავარაუდოდ მაგიტო გამოუშვა. ხო? ხო. ხო. და ამოასხა. აქვს ხო ფუნქცია რომ გამოუშვას, ხო? აი მაგას ვამბობ რა. რას ვაკეთებ და აქ რეზბა აქვს ამას რა? ხო. ხარხუნად უსვია წებო. რომ ეს არ მოეშვის. ახლა სულ და გავამშრალო რეზბა. ხო. და მეც დავასხა. რასკა და დავუჭრა. ანუ ეს იგივე იმას ასრულებს ხო ფუნქციას. ეს არის სპეციალური ხელსაწყო, რითაც უნდა მოუშვა ეს ბოლტები რა. ამას ჩადებ. კბილანები აქვს, ჩაჯდება და მე ამითი უშვებ ამას. ეს როგორი პონტია, ისეთი
ვინ თუ ვინმე ანუ აკეთებთ ამ ყველაფერს რა სადაც კითს ყიდულობთ ზოგადად ანუ ესეთი ხელსაწყოების მე ჩემოდანი იყიდება რომ თუ ანუ შეგიძლია ესეთი რაღაცები და გეხერხება იყიდება რომ რამე შენი თუ ასერვისებ გააკეთო რა ეს ვიყიდე ბეისანზე ადრე რომელი საათი? არის. მაინც? 5. გუშინ 10 საათზე რო გითხარი, ვეღარ მოასწრებს, გახსოვს რომ დაიჭყანა. კი. მივხვდი კიდე რამდენი საათი უნდა? არა. ზრა ამდენი საათი უნდა იმის გამო რომ ჩვენი ჩაგვივარდა. არა, ამასაც საჩალიჩო, ხო, ნუ მაგასაც თავი დაანება? არა, ესეც საჩალიჩოა, კაცო. დაიჭყანეო, ნახე, ანუ რა დროს მეუბნება, იცით? მაგას ხო ვიდეოში ნახავთ. 12-ზე მოვედი. და 10-ზე მეუბნება ვერ მოვასწრებთ. ოღონდ მაგან არც დაგვიწყია. ეგონა რა დრო დარჩება. ანუ ხდებით ხო? ისიქსი იყო რომ მალე უნდა დამემთავრებინა, მაგრამ გაიწელა ისიქსი და ვერ დავამთავრე რა. მაგიქსის ბრალი იყო. შენ მოხვედი ვაფშე ისე. შენ ფარების ხელოსანი არ ხარ. შენ რო გაიყვიდე. ეგრეა რა. ამის პირველ საათზე და მე მოხვედი. აქ ნუ მოგინდებათ ხოლმე ფარების შეცვლა და რაღაც საიყვანე რა. აქ უნდა მოხვიდე დილის 10 საათზე. დილის 10-ზე შენ არ ხარ. მე 11-ზე მოდი. 10 საათზე აქ ვარ 11-ზე იმიტომ გითხარი რომ დილის ბარადასთან ვიყავი წასვლელი და სტოპელი მქონდა მე მე6-ის ბლოკი. და მაგიტო გითხარ 11-ზე. მე მეგონა 11-ზე მოდი. 10:02-ზე აქ ვარ ხოლმე. აი. ეს მოვიდა 11 საათზე განათლეთ მესის მომწერა. გზაში ვარ და მოვიდა 12-ზე. ნელა დადის ეს კეთილმოტყნული და გავაკეთო ანუ ესეა რა. სვეუბნები ცოტაჯგარა ნელა დადის და რა უკნე. და ლაიქე დარხი გამოიწე. და გააზიარეთ. და მურთოს ინსტაგრამზე დაუწერეთ კომენტარები. და ნიკუშა თუ მოგიდან შეგვედა 20 ლარი აჩუქეთ. ის ვანუსების საწყობის პროცესი ხალხო. მაგრამ არა ეწყობა, ვერ აეწყობა ბოლომდე. ამის ეს პოლტი გვაკლია გიო თუ ეს ხო ერთი ცალი. ეს არის ჩავარდნილი ერთი ცალი სადღაც. მოდი ერთის ჩავაგდო და საწავა და იქ იქნება მეორეც. მიდი რა გავუშვი. 4-ს დავაყენებ თუ 6-ს რა აზრი აქვს. ამის რემლის დამჭირე რო იდო იქ. ამიტანე ესა ვანუს მუშაობის რეჟიმი და გადაცემს. პატარა, ეგრე პატარაზე ხო? დატრიალებით არ ტრიალებს. არა, ესა გადაიწე, გადმოიწე, ფაზებს შეუცვლის რა. გასპედოს აი ამ ხელაზე ამოძრავებს, გადაცემს. Ясно. ძრავი განახე? ჩაპრიალებული როა? ძრავი კი არა ყველაფერი. აუ. დავით. დაშალიჩო. აკეთებ მანდ. აკეთებ. ესენიც გაპრიალებულია ყველაფერი. მოდი ეს ვანახოთ. ეს არის რაზეც საიდანაც გაზდიოდა. ესეთი. აი ამაში დგება ეს რეზინი რა პრაგლატკა რაც არის. ესეც გაპრიალებული არის სულ. ქარხულ ფერზე არის და ეხა ავდგები და ამაშიც ჩავაყენებთ პრაგლატკას რა და ნელ-ნელა დაიწყება მე კარტერის ჩამოხსნის პროცესი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გამოვიღებთ ისე ბოლტს. დაჯექი რა გაიყვანე M4 ძმობას გაფისებ რა. ეგ აირვა არის, ბიჭო, აირია, ორივე ამისია და სუერევა. თეთრში, მეორე თეთრში. კი. ამერჯობათ ხალხო, ესე იგი, მაჩემი მანქაი ვარ. ესეთი ამბავი გქონდა. იმ დღეს რატო არ გაგრძელდა ვიდეო? ძალიან ნერვები მქონდა მოშლილი. თან ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, იმიტომ რომ მეგონა რომ მაგ დღეს მანქანა გაკეთდებოდა. ნუ ყველას ეგონა. მე კი არა. მაგრამ
ის X5, რომელიც ეყენა ბოქსში ვერ გაკეთდა რაღაცა პატარა ხარვეზის გამო და ფიზიკურად ჩემს მანქანას ვერ ავწევდით. ჩემი მანქანა რო არ აგვეწია პადიუმნიკზე ისე ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა, იმიტომ რომ კარტერში იყო ბოლტი ჩავარდნილი და მომიწია თამაში მაგდეს. ხო და გავიდა 2 დღეს არის კვირა და გიომ და მირეკა გუში ღამე 10 საათამდე შეუგორებია ჩემი მანქანა და შლიდა და კარტერი ჩამოიღო, ის ბოლტიც ნახა. და ეხლა მივდივარ დილის 10 საათი არის 11-ის ნახევარია. ეხლა მივდივარ გიოსთან რომ გამოვართვა კარტერი, ჩამოუტანო ტოკარს. იმის გამო რომ კარტერის ბოლტი არის მოწყვეტილი, თუ მდგომარეობაში იყო რა, ისაც ბოლოს მაგ ეს ვიდეოში ნახome. არ იყო კარგი მდგომარეობაში და მივდივარ რომ გამოვართვა კარტერი. ამოვალ ტოკარს გავახრეტინებ, ახალ ბოლტს გაუშვებს და ჩავალ უკან და დღეს ავაწყობთ მანქანას და წამოვიყვანთ. ასე რომ წესით უნდა ეწყოს ყველაფერი კარგად, არაფერი აღარა ადარჩენილი, კარტერის მიყენება იქნება, მე აწყობა დაბლიდან და ზევიდან არც არაფერი ისეთი არაა დარჩენილი, რომ რაღაცა გართულდეს. ასე რომ ჩვეულებრივ ისე მოხდება ყველაფერი როგორც ინდორ ფილმებში წესით. მარტო ვარ, ბიჭებმა ვერ გაიღვიძეს, ვერც ერთმა ერთი 10 კაცი უნდა გავმყოლოდა და ვერც ერთმა ვერ გაიღვიძეს. ასე რომ დღეს მარტო ვიბოდია. ახო ტიტველი იყო და აღარ გადავუღენა. აი ჩავიცი ძმაო, ტიტველი აღარა ვარ. შეგინდა რაც მოცვია მაინც. ირეცხება გიოს M6. ეს არის ეს M6, რომელშიც დავს კოვშები. კოვშები. ხო ეგა? ეს მე 2 M6-ია რა, 2 კოვშები. იმაში ძიდო? იმაში რო იდო, არ ვიცოდი. იმ მანქანით გამოვედით რა. ეს მაშინ ხოძე არ იყო, რას პეტრნებს. ამას რა ძერს კი ნომერი აქვს? ეს ნომერი იმისა, ვისაც ყავდა? აუ რა, კაი ნომერი აქვს. ძერს კია. აი, საქმე გვაქვს. ეხლა გამოვართმევ კარტერს და დავაწოვით თბილისისკენ ეგრევე. ეს არის რესტის ფარებით, პროსტა. ის არა რესტის ფარებით არის ის მეორე M6. ის მანქანა გადმოვაწყე ამ მანქანაზე. მე ვიყავი მაშინ, შენთან ვიყავი მაშინ და 93-ს ვაკეთებდი, ეს რო გადმოვაწყე, ის რო სასწაულ დისკებზე იყო. ეგა. ძალიან მაგარ დისკებზე იყო. ის მანქანა იყო ერთი რავი $4000 დისკებზე. და მაშინ მეუბნებოდა რომ ესო ძალიან სვეჟიაო და იმისგან კაი ნაწილები რაც აქვს ყველაფერი უნდა გადმოვაწყო და გადმოვაწყო და ეხა იმი დრაგაზე დადის და ეს გასაგენ. ესე იგი ეს არის ხალხო ჩემი კარტერი. ეხა ჩვენი მისიაა რომ მივიდეთ ელიაოზე. ეხა მოვართმევ ჩემი კარტერის ბოლტს და ვინოს უნდა გავაკეთებინოთ ელიაოზე. მიუტანოთ ვინც სწორად გაგვიხრიტავს და კარგად გაატარებს ამ მიჩიქს და ისე არ იქნება რომ ერთხელ რომ მოეშვება და დაეჭირება მე რა გაფუჭდეს რა. ეს არ არის კარტელის ბულტი. ესეც M6 დინანი. ამას დინანის რა აქვს? ამას დინანის დროსელები აქვს, დინანის ფილტრები აქვს, დინანის შკივი აქვს, დინანის გრუშტელი აქვს. ჰამანის და არის ეს ფერი ხალხო, აი. ჰამანის გამშვები კოლექტორი აქვს. ეს თავისთვის რას ყავს აწყობილი? თორე იმაზე კი არა აწყო ესე. იქიდან გადმოვაწყე ამას. არა, ის ძალიან სვეჟადაა. რამდენი აქვს ამას გიო გარბე? 105 კილომეტრი ცოტაა და ძალიან გაი ტიპია. მომედავით აბა. ეს იყო? ხო, ამაზე ოდნავ. ის რო იყო დახვეული ამაზე? პაკლი? ხო. პაკლი რა ვადგინე? არა, ხო ისაა თქო უეჭო. ხო, კაი. წავედი. სუპერო შემოგივიდა, ნახე მე. დიახ. სუპერი შემომივიდა რადგან მანქანით ვერ დავდივარ და. ეი, ესეთი ამბავი გვაქვს რა. უნდა წავიდეთ. ახლა უცბად, რაც შეიძლება მალე გავახრეტინოთ. სხვა ბოლტი ვიყიდოთ, რომელსაც გავუშვებთ. უფრო განიერი ამაზე და ჩამოვიდეთ უცბად, იმიტომ რომ მალევე ავაწყოთ მანქანა. თან გიოსთან ადგილს იკავებს ბოქსში და სხვა მანქანა ვერ შეყავს ჩემი მანქანის გამო. ასე რომ მალე უნდა ვქნათ ყველაფერი დავაწვევი ახლა. ესე იგი, მოვიტანეთ ამ კაცთან ელიაოზე და ესე იქნება კარგი. აგერ არის ეს. აგვიკეთებს ეს კაცი არის ფუნჩოს გვერდით. ზუსტად ფუნჩო სადაც მუშაობს, ფუნჩოს გვერდით არის GM ტუნინგის გადასწრული რა. გაგვიკეთებს ახლა აგერ მანი კარტერის საბოლტე. გაგვიკეთებს და დავაწვევით გიოსკენ გაგამდამირეკა
მურთომას დამირეკამ, რომ გამოვალო და რავი, სანამ ეს კაცი გააკეთებს კი გამოვლენ რა, სავარაუდოდ. ესე იგი, ამ კაცმა გაგვიშვა ახლა 16-იან სპილენძის შაიბაზე. უნდა გადმოუტანოთ სპილენძის შაიბა. შაიბა დაიფესოს კარგად რა. აჰა, ამას არაფერი მოუვა ხა მოხსნა დაყენებით? ჩვეულებრივად, როგორც ახალი ჩათვალიო ახალი. ხო, ანუ რეზბა ახალი ბოლტი. კი ბატონო. არა, გიოსთან ყავს სულავასთან მანქანა და მითხრა რომ ისე გააკეთეს რომ პროსტა ორი მოხსნა დაყენებითო ზეთი შეცვლით არისკენს რომ მოჩათვალ. ახალი რეზბა, ახალი. ძალიან კარგი. კიზოვით ბოლტი გაიჩარა. აი ხალხო ესე. ქართული ბოლტი არის. კი ბატონო. მიგარი რა. აი გამოვართ მე ამ კაცს დამოვიწყდა სახლში რომ ეს გვაქვს გამოწერილი ეს მოიცადე. ზეთის დაჩიკი რო არ გვიმუშავებს ზეთის გრადუსი ეს მაგ გამოწერილი ჰელას ორიგინალი რა ხო და იმიტომ რომ რაღაც სხვადასხვა ბრენდები არის და ჰელას ორიგინალი იმიტომ დავაკონკრეტებდი რომ მარიაჟო უბრალოდ დიდი ხანი ველოდი ამის ჩამოსვლას რომ ორიგინალი ჩამოსულიყო რა სტოკში არისო ხო და გაგა გაივლოს ჩემთან ახლა წამოიღებს ამას მანქანაში ჩავდებ წამოიღებს გაგა ამ იმას დაჩიქს მურთოსაც დაველოდები და დავაწვევით გიოსთან გაგა მოვიდა ეს არის პროჭი რო იცოდეთ ანუ იმიტომ რომ მარტო გამიშვა გააღე მე შეჩემო გელოდებოდი და დამირეკავს ნახე მე გელოდებოდი აიყובה ხალხო ესე იგი აი ეს კარდონიანად უნდა გადავიტანოთ გააღე ის საბრგული არც დაისრება არაფერი არ მოვა კარდონით გადავდოთ ხო დავტოვებ აბა ხო აქ პარკინგია ჩვეულებრივ აი გადავიტან ხალხო მოვიდით ხალხო ესე იგი დავით რას აკეთებ ვაჩვენოთ ბარემ ვაჩვენოთ გო ბარემ აგერ მოვიტანე ხალხო ხო არ მოვაძროთ ბოლტი კარტერის ხო ეს აქ დგება ზეთის დაჩიკი გრადუსის რაც მოვიტანე და განახეთ ხა რა მოვიტანე გარეცხავს ახლა დავითა გააპრიალებს კარტერს და მაგამდე მე გაჩვენებთ ამიტომ მაგ ხო ესეც ჩვენი ლასტაჩიკი ვისაც გაფუჭებული გაქვთ თან M3 ვისაც ყავთ გაჩვენებთ კოდსაც აგერ ესეთია მიგარი ესეც კოდი ეს ყენდება კარტერს ზეთის გრადუსი აქამდე არ მუშაობდა იმის გამო რომ გაფუჭებული იყო სხვათა შორის მეორადი რო იყიდოთ აზრი არა აქ რო იცოდეთ მეორადს იყიდოთ უსადე და არ მუშაობს იმიტომ რომ ზერთად გაფუჭებულია ხოლმე და ხშირად არ ფუჭდება მაგრამ ფუჭდება რა და ჯობს ორიგინალი გაყენოთ და ეს არის კოდი რო იცოდეთ აგერ აქაც აწერია უცეც და პროგრამა ამოიწერეთ და ესე იყიდეთ ამ კოდით თუ ვინმეს გაფუჭებული აქვს. ავედი ახლა და რო დავიწყებ ნელ-ნელა რაღაცების გაკეთებას. ყველაფერს გაჩვენებთ. მანქანა არის ესეთ მდგომარეობაში ამწუთოს ვოთ ჩამოშლილია ყველაფერი. ესე იგი, დასავლები ვიყავით, ჰოთ-დოგი მოვიტანეთ. კაფის, რა თქმა უნდა, ყველაზე ძერსკია. და ბენზინი მოვიტანეთ, რომ ძრავი დაბლიდან ჩამოვრეცხოთ. ავითა ჩამორეცხოს. იო ბანკეტზე არის წასული. ბავშვი უნდა წაიყვანა. თავისი არა ვონთ და მოვა ცოტა ხანში და დავიწყებთ უკვე მერე აწყობას და აზბობას. მეთამდე ცოტა შევჭამთ და შევუდგებით. აი აქ ეგდო კუთხეში ბოლტი. არა და აი ეგ ნახე ნახახუნები როგორ ხარ მაგნიტით ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ხო. ვემალებოდა ეს ცუდი ადამიანი. დავითამ გარეცხა, აგერ გაზიზინებულია ყველაფერი, გარეცხილი არის, დაბლიდანაც გარეცხილი არის, ყველაფერი გაწმენდილია და ერთ-ერთი ეს გვინდა რა. აი ეს გახეული არის, ახლა ვნახე და გამოვიწერ ამას. ელნიკი. ხო, აქ სავარაუდოდ არ იქნება ჩვენთან. ეგა, ეხა შესვავს გიო. ო, კარტერი რა თეთრია და ყველაფერი რა სხვა ფერია. თავიდან ხوار გარეცხილი. კი. ხელეთკინა ამის დაჭრა არ გვაწყობს ხალხო. ეს შენი ბრალია, შენ რო შემოტენი აქ, თითქოს მაგის ბრალია. თითი კი არ შემოვტენი, შლანგი ჩამოგიწია. ო და ეს მაგის ბრალია ზუსტად. შეხედე. შუქი და უნინოთ. არა, შენ.
მოიცოდა ერთ. პრაკლატკა იქიდევს. პრაკლატკაც ვანახოთ. გიო, რამდენი ხნის წინ დავაყენეთ? აგერ ესე არის. რავი, ახალი ვითარი რა. სულო მოდიან, ვა, ბექას მანქანა აქ არის, ბექას მანქანა აქ არის, რა ვერ გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა. ეგრე გეუბნებიან, ხო? ხო და. ეს ეტაპობრივად ვაკეთებთ რა. მანამდე იყო ზევიდან დავასერვისეთ, მერე კაროკა დავასერვისეთ, მერე კლავიშები. ეგეც ვთხარი რომ რატო? ეგ ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ მე გითხარი რომ ანუ ძრავის ამოღებით სერვისდება ზოგადად, ხო ეგრეა? უნდა ამოიღო ძრავი, დადო, დაასერვისო ზევიდან, ქვევიდან და ჩადო. მე უბრალოდ სიარული მინდოდა ხალხო და ჯერ ქვევიდან მაგიტო დავასერვისე მე. მეორე ვიდეო რო გადაიღო. ხო რა? მოიასნია, მაგრამ მაგისთვის ეს მანქანა არის პროექტი. პროექტია რა, რომ ვიდეოები გადავიღო და. ამას რო გავაკეთე, მე რა უნდა გავაკეთოთ? შენ სახში უნდა ნახო რამდენი ნაწილები მაქვს, მოკლედ გერი. შენ არის ბოლო გაკეთებ. არ არის ბოლო გაკეთებ, მოვალ ნაწილებით. ეს გამოვიწერე წინაზე რომ მითხარით ფილტრიო. ეს სულ ახალი ორიგინალი გამოვიწერე ეს ბენზინის ფილტრი. კიდე უამრავი რაღაცები. ბენზინის ფილტრი შეცვლას უნდა 15 წუთი და ეგ რა ვიდეო გამოვა. მე მოვალ და ცოტა გავწერა და ოდოგების ჭამა იქნება რაღაცა. ბოლტი სადღაც ჩამივარდება და ეგ არის. ჩულებიო და შლანგი გაგვიწყდება ილიოვოზე წავალ. ესე რა. მაგიტო დაგაწყებინა ის ხმები ჩავწეროთ რომ დიდხრა მაგაზე ამოვახვალ. შენი ხმაც მოვასმენი. დავაი. თან რა გრუშტელი გვაქვს, დააჭერ კნოპკას გაიღება, დააჭერ დაიღება. თან ამით არ ეცოდინებათ რა. ამ რეზონატორებით. კი ბატონო. რას აქვს მაგარი ხმა? კომპრესორის ხმა. კომპრესორის წივილი ძალიან მაგარია. რა ტურგეოსება? ის კორვეტი ძველი კომპრესორით. აუ რას ლაპარაკო, გოგა ძალიან სასია მონახმა აქ. ვერა, ჩემი არა. მიყენების პროცესი. ამ დროს გიო არ უნდა შეაწუხოს. აქ თუ მოხვალთ ხალხო ამ დროს გიო არ შეაწუხოთ, თორე აზრი არ აქვს. მე იტყვის რომ ვითომ ბოლტი აკლია, ვითომ რაღაც აკლია, სახში გაგიშვებთ ერთი დღით. ასე რომ მანქანით მინდა ძავს თუ არაფერს არ ვეუბნებით. ხელი არ უნდა იტკილოს რას დავარია, ფეხი არა უშავს, ფეხნატკენზე აკეთებს ხოლმე. ფეხნატკენი თუ არა, ისე ვერ აკეთებს. გოგა, შენ მანქანას რაჭერს? დიაგნოსტიკა უნდა. რა უნდა, რატო უნდა? აი გიო გვიტყვის. შემოაყენოს. დიდი ხანი არ ყოფილა აქ და. Короче, გიოს რო რამე მოუვიდეს დარხეული გო. გიოსთვის უნდა ვილოცოთ ყველგან. უი, საკამდე არ მოსწავლეში. Вообще რა. არა, აქამდეც რომ მივდიოდი ხოლმე. ამაზე რა. ფეხი რო გონდა ნატკელი. ამაზე იცი რა ვიყავი, მთელი ცხოვრება პროფილაქტიკაში. ან ჩემთან, ან სანიკიძეს. ხო, და ორივე, აუდი იქ უყენია რამდენი ხანია? და მარა BMW არ ყენებია. ხო, არ ყენებია. ერთი კვირა რა. ისიც სად? გიოსთან? ო, აბას ხოსთან მიარ და. როდის გეყენა? მე შარშანცი. ის რო ქონდა რაღაცა, ხო, დეტონაცია თუ რა. ხო, აი არაფერი არ. იყენდა. კარტერი. ეხლა მე მიწევს სიმსოტი უნდა გადავიყვარო სანიკიძესთან და მე და გოგო ერთად მივართ ხოლმე. სიმსოტი სანიკიძესთან? სანიკიძემ უნდა დაგვინასტროიკოს ის ეს კომპრესორიანი, ხო? YHP და მთელი ამბები რო გავაკეთეთ, ბატონმა ნიკამ უნდა დაგვინასტროიკოს. აჰა. სანიკიძე ვინც არიცით, ხალხო არის აუდების, ხო, აუდების, ხო უფრო, აუდების ხელოსანი, რომელმაც იცის ძალიან, მაგრამ თავის საქმე, მე ვიცი გოგასგან. გოგას მაგაცი არის და გოგას ტეტეც მე როცა გაკეთდება, იქნება ვიდეოში ვანახებთ. გაჩვენებთ აუდების ხელოსანია, მაგრამ BMW უნდა გავაკეთებინო თავის კაროკიანად, 8HP კაროკა, მაგრამ უნდა დაგვინასტროიკოს. ანუ ეგ იგივეა. არ შეგეთქვაში მაგარი. როცა შეგეთქვა. ახლა რა მოსად გამოვიდა. კი, მართლა ეს არის გაწკრიალებული არის. კიო, რა ხდება გითხარე? რა ამბავი გვაქვს? კარტერის ბორტები ყველა დაუჭირეთ, ეხლა ტრავერს ვაყენებთ. არმატონიკებს უნდა ჩავშვა, ტრავერს დაუჭიროთ, ბორტები დაუჭიროთ და მერე ზევიდან დაბლიდან დაგვრჩა მისაყენებელი ეს ზეთის ფილტრის კორპუსი და ზეთის გრადუსის ეს რა. დონის დატჩიკი. დანარჩენი ყველაფერი მიყენებული არის და ეხლა მიაყენებენ ყველაფერს საკაიფოდ და მორჩა დაბლიდან. მერე ზევიდან ეს.
Airbox-ის მიყენდა. Airbox-ზე რო ვამბობდით, მე და გიონ ვიდეოში რო ვთქვით, რომ ეს ხამუთები არ მოყვა, რომ იცოდეთ იმ ყუთში ეგდო და ვერ ვიპოვეთ წინაზე და ხამუთები რაც უნდა იყენოს, ის დაუყენა გიონ. მოხსნელი რო გქონდა, წინაზე რო ვეძებეთ და ვიარეთ აქეთ-იქით ამის საყიდლად, რომ მოვიარეთ ყველაფერი, თურმე ყუთში იდო. კარგად ვარ. მაგრამ გაგაც კარგად არის. ნახე. გოგა ცოტა მზესის ხლიკავს და კამერას უჭერს, მაგრამ საიკაიფოდ რა გოგაც არა. მეჩხუბება რომ მეტკის კლუჩები მაქვს და რატო არ იღებ? ეხედე რა მეტკის კლუჩები მაქვს M3-ის ძრავის. ერთი კლუჩი უნდა ამოეღო. მოიცა M3-ის ძრავისთვის რას ნიშნავს კი? ყველა ძრავს სხვადასხვა მეტკის კლუჩებია. ეს არის მეტკის კლუჩები, ხალხო და ზოგადად მეტკას ისეთი გასწორება ჭირდება, რასაც ყველა ვერ აკეთებს, ხო და მე მოიცა M ძრავისთვის არის ეს თუ სხვადასხვა M-ს? ყველა ძრავს სხვადასხვა მეტკის კლუჩი. აი რა, ანუ ეს M346-ის მეტკის კლუჩი. M346. თუ რამე ამას ეჩხუბეთ ხალხო, მე არ ვიცი. ვა, ეს არ ვიცოდი და მაგარია, მასწავლებს. აუ, რა კაი ფორმაშია ეს, გაზიზინებულია იმენა. ლამაზად არის. კარგია რომ aftermarket-ი გამოვიწერე, One-us ეს ხრახნი რაც არის, ესეც უდავ ჩვენ, რომ ესე კაია. One-us ეს ხრახნი რომ aftermarket-ი გამოვიწერე, ძალიან კაია, იმიტომ რომ ეს ხრახნი დიდია, სქელია და ეს იმუშავებს და იმუშავებს ძალიან დიდი. ეს არის ხალხო, თქვენ რო ამბობთ ხოლმე, ესაო, გოჭი. ნახეთ, როგორი გოჭი აქვს ჩემსას? ოყურეთ? აი, ესატოა გოჭია. ის გოჭი არ არის. მიკი მაუსი. ერთი ყურით მეტი აქვს პროსტა რა. რანაირი რა. ინვალიდი მიკი მაუსი. ამას უნდა კი არა, ამას აქვს ორი ვანუსი, ერთი დიდი და ერთი პატარა, ხო? თუ ორივე ერთნაირია გიო. ვანუსი? ვანუსის ისინი არ არის ეს თავი. რა? წყლის შლანგის არა ის, ოყურე ის. თავზე დაგჭირვა ლაქები, ეხა მაგსა თვალისგან დებილო. აი, უკვე გამოიწი. გავათეთრეთ. აგერ მოტორსპორტი. შემდეგ ჩამოსვლაზე გიოს უნდა ჩამოუტანო მაიკა სულავა პერფორმანს. ემის. ჩამოუტანოთ რა. მაიკა. არა, ჩამოუტანო. მე რო ვამბობ, ვაკეთებ. როგორ არ უწევს? არა, ის იმაზე ფილტრზე ხო? ფილტრზე. პაჭა-პუჭა რაღაცებზე მუშემატოხებს. ნახე, უყურე, შეხედე. აუვარდა თავში ხო? ხედავთ ხო? დაიწყო იუთუბერობა შორტებზე ბევრი ნახვები აქვს და აღარ ჩამოხვიდე პაჭა-პუჭა რაღაცა ესეო. მოტორი დავშალოთ მაშინ. ავიდა 30,000-ზე. გაგას გაასრო, გაგა აკეთებს 5 წელია ხალხო მაგას და გაგა გაბოროტებული და ის კრუგებს არ ტყავს. გიო აირვის კაპოტის გაღებაზე ვიღადაოთ ეხლა. გიო იწეხს. ხო, წვიმაში მოყევი და რაღაცა გინდა კაპოტი გახსნა აირვაზე. რას აკეთებ? წვიმა არის. ეს წვიმა აუცილებელია ხალხო ხა. წვიმის გარეშე ჩვეულებრივ ესეთ ამინჩი არ განიხილება ეს. წვიმაში. იქიდან როქნა? აქედანაც იგივეა რა. გახსნი კარებს. აი ხა პატარა პლასმასი, იქ პლასმას გამოაგდებ და აქ რიჩაგეს გამოსაკაჩ. ამას გამოკაჩ. ანუ ეს არის კარების გასაღები? არა, იმის კაპოტის. კაპოტის გასაღები ეს არის? ერთი მხარე იქიდან იღება, მეორე მხარე აქედან იღება. ორივე უნდა გამოკაჩო? დაწვიმს ამ. ანუ გურიაში ღორები რო შემოვიდნენ ეზოში, ესეთი აქ შემეზოს. ანუ ორივე მხარე გამოვკაჩ. ეხლა უნდა ავხსნათ კაპოტი, ხო? ხო. ავხსნათ კაპოტი. მედია. ავხსნით კაპოტი. ოხჩი. ხო და გაჩერდეს ესე. ჩემი ფეხები არ ჩერდება. აბა რა უნდა? ამორტიზატორები არ აქვს. აი ესე უნდა შეეყუდო. რა? ქარხნულად არა აქ ამორტიზატორი? ესე უნდა შეეყუდო.
და აქ რაღაცები ვიჩალჩო. ნუ აქ ვერაფერს ვერ იჩალჩებ, წყალს თუ დაამატებ და რაღაც თურმე რაღაცას არ არის გათვლილი. იქ გავიგე, მაგრამ ანუ აი ხადა всё რა. მაიკა გაცია პიზდეც. ანუ ხალხო ეს არ შერდება. რა იცოდეთ. ანთან ამ დროს ყველაზე კაი რომ შენ საჭეს ნახა და გოგო გიზის გვერდზე. ორივე მხარეს ესე გიყურებს როგორ ხარ შეხვდები. ანუ ეს არის მომენტი ხალხო, როცა გოგოს უთხარი რომ ხელი დამწვა, შეხედე, კიდე ბოლი გაზდი, შეხედე. ხალხო გოგოს უთხარი რომ მაგარი მოგეკითხო, კარები აწიე და კაპოტი უნდა დააჭერინო წარმოიდგინე. კარი გეხდება ესე და კაპოტს აჭერინებ ხელით. საშინელად. ეს არის ვანუსის ნასოსი. აქ დგება ის კბილანა, რაც გატეხილი იყო რა. აი გატეხილი იყო, ნახე აქ პატარაზე რო აქ დაზიანებული. ხო. თუ ჩანს. ხო და მაგდგები და მე ესე ვხვრიტავთ ხოლმე ერთ ტოკარი ყავს, რომელიც ის აკეთებს ისე ზუსტად რომ ვიბრაცია არ ქონდეს რა და ეხლა ჩვენ ის ვაკ მოტორსპორტის კბილანა რო ჩამოვიტანით, ამ დირკებში ისე პლოტნა ჯდება რომ არ ჭირდება გადახვრი. ანუ ხალხო იმას ამბობს რომ იმდენად მსხვილი აქვს იმ ვაკის კბილანას ეს თავები რომ ვაფშე არ მოძრაობს რა. ანუ საერთოდ გადახრეტა და რაღაცეები შალში არ ჭირდება. მოკლედ რავი აგერ კიდევ ვაყენეთ და თუ იმის საშუალება გაქვთ რომ $300 მეტი გადაიხადოთ ბარემ რო ასერვისოთ ვიღაც სარეგონოს რომ $300 ცოტა ფულია და მაგიტო ვამბობ ჩვენთვის და რაღაცა ისეთი ცხოვრება გაქვთ აწყობილი მაგრამ ანუ უბრალოდ იმიტომ ვამბობ რომ ძრავის სერვისი ისაც ბევრი ფული უნდა და თუ ბარემ ძრავის სერვისს აკეთებთ ეს ვაკის კბილანა იმდენად კარგია რომ ეს ალბათ არასდროს არ გაფუჭდება რავი ამას რა გატეხავს ისეთი მასალისგანაა თან გაკეთებული რომ ქარხნული ღირს 600 და ვაკის ეს კბილანა ღირს 900 და ვაკის კაცუნასაც გირჩევთ? არა, სპეცი აღარ ვარგა, სპეცი გააფუჭეს. ვაკის ხალხო თუ გინდათ იყიდოთ ჰოფენჰაიმის თუ რაღაცა 28 ლარი ღირს კილო, დედა სპეციალისტი გემრიელია. Chill guy. ეს მანქანა ძალიან მომწონს რა. ძალიან ლამაზია რა. 92 სემი არის ეს. Competition-ის დისკებით. ან competition-ია. გიო, ხო არ მეშლება? გიო, ეს ხო competition-ის დისკებია. ხო არ მეშლება? რაც უყენია ხო competition-ის დისკებია? ხო არ მეშლება? რასტოისის ნიკელები არ მოყვება? ნიკელიანი დისკები. ანუ ეს ხვანაირი დისკი. ხო, მე ვიცი რომ competition-ის დისკი არის. რამე შტერობა არ დავახერხო და არ გადამიერო. ხალხო, ეს რავი, კომენტარებში მე ესე ვიცი რომ competition-ის დისკი არის. გეცოდინებათ. რასტოვის ვიცი რომ ჩვეულებრივ თუ ნავაროტკაზე ეგეც დაწერეთ. აბა მე ესე ვიცი რომ კომპეტიშენის არის ეს. კბილანების გადაჭერის პროცესი და ვანუსის უბრალოდ. და მე შეჯდება ხო რომ გადაუჭერგია. არ გაჩვენებ რამდენი კუჩი თუ წარ. ხო ეს. არ გაჩვენებთ თქვენ ხალხო რამდენიანი კბილანას რამდენიანი კუჩი თუ უჭერებ მე მაჩვენებს. თქვენ მოდარ რა არის თქვენ გამოიცანით მოიცა და ერთწოდ 9-იანიაო გოგა მუკანა ანესი არის ანუ ლოტოს გვეთამაშება რა უნდა ან 6-იანია ან 9-იანია მაგრამ ვერ მოგარ თუ 7-იანია რამე თუ დაგჭირდებათ ხალხო მართლა SES ტუნინგზე კომენტარებში კი მიწერენ ხოლმე შენაძმაო ბევრი ფული გააქვს და მაგიტო იწერე SES ტუნინგიდან და უფრო იაფი საიტებიც ვიცი უფრო იაფი საიტები მეც ვიცი ძმა ალიბაბა მაგრამ ალიბაბადან არ ვიწერ რაღაცებს ხო და ესეთი ამბავია რამე თუ დაგჭირდებათ ხოლმე SES ტუნინგიდან პრომოკოდიდან რამე არ მოგწეს მაგრამ რა ვიცი სანდო საიტია ყველანაირად რა მე რაც კი გამომიწერია არაფერზე პრობლემა არ მქონია და ყველაფერს უბრალოდ დააკვირდით რომ ორიგინალს და არა ორიგინალს აწერია ყველა თუ აწერია BMW გრუპ აწერია საიტზე თუ რა აწერია გიო BMW გრუპ აწერია წესით რა ანუ ორიგინალს წაიკითხეთ ხოლმე სათაურის გვერდით აწერია რა ბრენდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ესეც ვანუსის დაფის პრაკლატკა კაიგე რა გავიგე კაცო რას მითხარი კი ნახოთ რა და გეტყვი რა ნახოთ ეს ჩაგვივარდა ხალხო ეს ბოლტი ჩაგვივარდა ერთ-ერთი წინას ძრავში მოკლედ ხო მაგის გამო მოხდა იმენა მაგის გამო მოხდა რის გამო აი ამ ერთ-ერთი ბოლტის გამო რა
კიო, ეს ბოლტები მე ეჭირება, ამის შესმის შემდეგ ეჭირება ბოლტები? აი ეს ბოლტი ჩაგვივარდა ერთ-ერთი ხალხო. აი ამას შეგიძლიათ აგინოთ რა. კომენტარებში ნებისმიერი ბოლტი აირჩიეთ 6-დან და შეგიძლიათ აგინოთ. არა, ეს არ არის, კაცო, სავსე. ამის დაბლა არის, კარტერშია ზეთი. კარტერში არის ზემოთაც. დაბლა. და მოაქვს. ძირითადად იმის. და შენ რა გეგონა, გაგა, რომ ეს დეტალები ესე სავსე იყო ზეთით? დასმასკული ხო არის? ხო, დასმასკული არის, აბა. ამას კიდე პრაკავად გაიფარება. ხო. პრაკავად გაიფარება მაგას. რომელიც სამწუხაროდ ორიგინალი არ ქონდათ. ეს ზედა პრაკავად გახალხო სტოკში. ელრი რო დავაწყენებთ და ზეთს რო გავუშვებთ. ნახოთ. კაი ჩემო. თუ გაუშვებს რა პრობლემა გამოვიწერ და ავხდით და ანუ ორიგინალი დავაყენოთ რა თუ გაუშვებს უეჭველი იმას გვიზავ კაცო. ბიჭო, არავი, ელრინგის არის და არ ამგონია რა. პროსტა იმიტომ არ გამოგზავნა იმან, განა ფულის გამო არ რაღაცა. არ იყო, ფიზიკურად არ არის. სტოკში არ იყო რა ხალხო და მიწევდა ძალიან დიდი ხანი ლოდი. ხო და ანუ ცენტრში იმას ვიზავ რა შევუკვეთავ და მე რეგიო როცა მოისწრის პროსტა ახტა მოგვიწევს და შევძლით და დავაფარებთ. გიო, აბა პროსტა ჩვევწეღან თავისი თქვა ჩვეულებრივ საქმეზე აღარ ჩამოხვიდეო და ავხატოთ, დავაფაროთ. წავიდა გოგა გავიდა რა. მიდის. დავაყენეთ ხალხო ეს ზედა პრაკლატა ხო? რეზინის პრაკლატა დავაყენეთ და გიოს ვავს ამ რაღაცებს რაც არ მითხრა რა არის. მე არ ვიცი. ხო და ზედა პრაკლატკაც არის ელრინგი და ეს რეზინებიც ეს მოხსენით, ჩემსაც რაც ეყენა და რეზინებიც შეიცვლო. რაც მოყვება პრაკლატკას. ესენი დადგა. ვანუსი დამაგრდა ჯერ ბოლომდე არ არის დამაგრებული მე აიწყობა ყველაფერი ესეც გავწმინდეთ გიო ეს ხო სოლენოიდი თუ მაშლა ეგ არის მექანიკური და ელექტროსოლენოიდი მაგერ ეს ზედა მხარეა მექანიკური ეს არის ელექტრო ნახე დავით ანახე როგორ გავაპრიალეთ განმოატრიალე გადაატრიალე ეგერ დავითო ყველაფერი ახალივით რა იმენა გადასისინებულია დათო რა ვიცი ამაზად არის ყველაფერი გიო ეგეც უთხარი ეს ყველაფერი ხალხო რასაც რავი ნახულობთ ACS Sonic-ის გამოგზავნილია აბსოლუტურად ყველა დეტალი გიო რა არის ეს ესაა ვანუსის დაფის აი ეს ვანუსის სოლენოიდის პრაკლატკა აი ესე დგება აქ ესეთი პრაკლატკა აქ ხალხო თავისი აი აქ აი ამ დირკებში გადის 115 ბარი წნევა ხო და აი ეს პრაკლატკამ რო გააპაროს 115 ბარი წნევა მოტორი აღარ აქვს უცებ დაიცლება ზეთისგან ძრავი აჰა ამიტომ ყოველთვის ახალი დააყენეთ ხოლმე ყოველთვის დააყენეთ ახალი და არა მეორადს არ ამგონია ვინმე აყენებდეს მაგრამ არიან ტიპები ვინც ასერვისებენ ტოვებენ სიტყვაზე ან რაღაცა მსგავსი რაც არ უნდა ხდებოდეს წესით და რიგით ნუ ჩვენ არ ვაკეთებთ გიო ეს ნახრეტი რო აქვს და მაგ ნახრეტის უკან არაფერია პონტი ვა ყოველი შემთხვევისთვის არის ეს დგება ეს ეს დაყენდა გადაუჭერს ახლა გიო და მე დავაფერებთ ძრავის ხუბს სუგებიც გაიზარდნენ რამდენი დარჩა გიო 7 თავზე მოიფერე და მე გავუში გაგა თავზე მოიფერე კარგად მოიფერე და გავუში გავუში გადმოდე ხელი აქეთ ოღონდ ეხლა ეს არის ორსულად ეს არის ორსულად ეხლა და ცოტა ხანში ეს შემოგთავაზებს ლეკვებს და ესე წასაყვანი გაგიხდებათ ხალხო ამის ლეკვები იქნება მე კიდე წასაყვანი რა გავაკეთო ვისაც გიყვართ რა სტერილიზაციაზე რო წერთ ფიზიკურად ანუ დრო ვერ გამონახა როცა ცუდად იყვნენ ძაღლები
არ დადიოდა სამსახურში და დაყავდა, მაგრამ მერე დრო ვერ გამონახა და სტერილიზაციაც ვერ გავუკეთე. თუ ვინმე ხართ ისე, თუ ვინმე მუშაობთ ვეტკლინიკაში, თუ ვინმე მუშაობთ და შეგიძლიათ სტერილიზაცია გავუკეთოთ, ანუ ძალიან ბევრი ვიცი რომ ადგილზეც მიდის. ხო ეგრეა, კაცო, ადგილზეც ვიცი რომ მიდის და თუ ხართ ვინმე ეგეთი წეროვანში თუ შეგიძლიათ ჩამოსვლა ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ და გიო შეგეხმიანებათ და დანარჩენს კი მოგაქცევთ ყურადღებას და თქვენც მიაქციეთ ყურადღებას. რას ვაკეთებთ? კაროჩე, უშენოთ ვერაფერი ვერ გავაკეთე რა. სადაც წავალ ყველგან დამსდევ. მართლა რა თუნდა, რატო იცვლება ეს? აი ეს რეზინები უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ეს რეზინები პრესავს ხუბს. ხო. ეს რეზინები პლასმასდება, ხო. დრეკადობა აღარ აქვს და ვეღარ პრესავს. სიცხელისგან, სუცხელი რო არის. და ვეღარ პრესავს და ავტომატურად მერე ზედს აპარებს. ამიტომ ესენი უნდა შევცვალოთ, ესენი ახლები გვაქვს. და შევცვალოთ, რომ კარგად დაიპრესოს ხუფი. სულაო პერფორმანსი გამოიწერეთ. აქ გვაქვს ეს რეზინები ხალხო. აქ ყავს შილგაი, რომელმაც წეღარ მითხრა, რომ ეს აინბოქსიო გაყიდეო რა, პოხუიო რა. ნახეთ რა გალამაზებულია ყველაფერი. ხო, მართლა ხალხო. ვისაც მანქანის ხმები გაინტერესებთ, სხვადასხვა ძრავების, სხვადასხვა გამშვების სისტემების, ანუ ზოგის სტოკ ხმას მოგასმენინებთ, რომ იმენად ძრავის ხმა გაიგოთ, ზოგის aftermarket გამშვებების ხმას მოგასმენინებთ, ხო და გიოს არხი აღწერაში იქნება და გადადით, რომ ნახოთ, შორტება დადებს ხოლმე ვიდეოებს სხვადასხვა ძრავის, BMW-ებზეა საუბარი, სხვა მანქანაზე არა, BMW-ების სხვადასხვა მოდელებზე. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ეგეთი რაღაცეები, გაგისწორდებათ მაგათ. ესე იგი, კამერას ვტენიდი და გავაგრძელეთ აქედან. დაყენდა ბაბინები, დადგა ხუფი, რა დაყენდა კიდე? ანუ ეს სალონის ფილტრის ეს დაყენდა პლასმასი, ფილტრი, რომელიც სახლში მიდევს გამოვიწერე, ჩვენთან ვერ ვიყიდა ეს ნახშირის ფილტრი და შევცვლი მაგას ტყუილა არ დაუბერო ისა, არ იწვალო. ხო და. გიო ჭამს მაწონს და აგერ. რა ხდება შეხედეთ. არ გაქვთ საჭმელი თქვენ მათხოვრებო? ეს გაუგებრობა. გაუგებრობაშია. ხო და არაფერი არ დაგვჭა ბევრი რა. ზეთ ჩავასხავთ დავატრიალებინებთ, ცოტა ხანი ვამუშავებთ, რომ ეს ძველ ფილტრზე იმუშაოს, თუ რამე აქ ჭუჭყი ამოიტანოს და მერე დავაყენებთ ახალ ფილტრს. აგერ გვაქვს ზეთიც. განახებთ ყველაფერს. დავაყენეთ საჭე მართლა და არ მინახებია საჭე რომ დავაყენეთ. აგერ არის ჩვენი საჭე. ახალი ალკანტარა რასაც გადაეკრა. ხელის მოხრუჭიც. ყველაფერი საკაიფოდ არის, აი ამის გარდა, ამას მოხსნიან პლასმას და შევყავ. ესე იგი, დავითა რემენს აკეთებს რა, გადააცვალოს ახლა. ძრავის ხუფი დაფარებულია, გაგრილებას გიო დააყენებს, აგერ გვიდევს. და რა დარჩა დავით? მაგის გარდა. ზეთი ჩასხმა, დაბლიდან ზაშიტნიკები რა. ესეა გაწკრიალებული, როგორ მომწონს. ზაშიტნიკებიო, ხო თქვით? ზაშიტნიკებიო, თქვით. რა ბოლტები? ხო, ზაშიტნიკის. მაშინ გამოგსჭა ეთყობა რა. ეგ. მიწყობა დაბლიდან ხალხო. კარტერის ბოლტი გადაჭერილია, ეს რაც გაგვიკეთა. დავკარმა მაგერ და დაბლიდან უჭერთ ეხლა გაგრილებას და ეგ გიო რა არის? რა? იქ-ზევით რაც ჩასვი რული რო გავასწორეთ? შლიცი. რულავოის შლიცი ჩასვა რა. ხო და ზაშიტნიკებია მისაყენებელი, ზაშიტნიკებს დავაყენებთ, ზეთს ჩავასხავთ და გადავქოგავთ. ეს არის დავითი, რომელსაც გიოსთან ნახავთ ხოლმე. ეს არის გიო, რომელსაც TikTok-ზე ნახავთ ხოლმე. TikTok-ერი მე არა ვარ. კი. ეს არის გაგა, რომელსაც ძინავს მთელი დღე. დაიყალა ძმაო, რასი და
დაიღალე შეჩიმ. მაგრამ როგორ ხარ? ძალიან მეძინება. იმხნევებს თავს. მიდიება? რა უნდა იქნა გითხარი? წავიდა. ეს ნახეთ ეს დებილი როგორც ესეთი ამინდი გვაქვს. ამინდი ძალიან კარგია. ამინდი არის ძალზედ კარგი. ესე იქ ავაწყეთ საშიტნიკები. აგერ ყველაფერი დაყენებულია. აგერ გიო თავის ამბებს ყვება ოპერაციებს. აკვა გადასაჭერი აი ამებში. ყველა რომ ეკითხებით ბექას მანქანა სულ შენთან რატო აყენიაო? გაგცემთ პასუხს. ჯერ სულ შენთან არ აყენია. მოდის, ჯერ კლადიშები შევცვალეთ. მერე კაროკაზე ვიჩალიჩეთ. ეხა ვანუსები დავასერვისეთ. კიდე რა ვქენით? ანუ გონიათ რომ გაფუჭებული ხო და სერვისი ჩაუტარეთ და ეს არის ბონო სერვისი. ამის მერე ეს მანქანა აქ თუ მოვა ისე მოსანახულებლად, იმიტომ რომ რაც ჭირდება დასერვისებას, ყველაფერი გავაკეთეთ. კი, ყველაფერი დავასერვისეთ. ხალხო, ანუ იმის გამო არ ერთადერთხელ იმის გამო მოვედი მართლა მარტო ერთხელ მოხდა რომ გახსოვთ ნასოსი რომ გამიფუჭდა. ისიც გიომ წინასწარ გამაფრთხილა, რომ შევამოწმეთ ეგ ნასოსი და წინასწარ გამაფრთხილა, რომ არ არის რო კარგ მდგომარეობაშიო, რო უწევო სიჩქარის სწრაფად რო გადართოს რა, რო უწევო კაროკის სიჩქარესო, კაროკას მაგიტო ანთებს რომ მატორიო თვითონ ნასოსი ვერ არის კარგ მდგომარეობაშიო. ხო და ეგეც ვიცოდი წინასწარ. უბრალოდ მე გაფუჭდა რა. ხო და ასე რომ ანუ გაფუჭებით ჯვარი წერია ვაფშე არ გაფუჭებულა რა რავი რატომ უნდა გაფუჭდეს. просто ვასერვისებთ რომ იდეალურ მდგომარეობაში იყოს. ეხლა არის სრულიად დასერვისებული ეს მანქანა. კი, სრულიად ძალიან წვრილმანები რაც განახეთ ის ბენზინის ფილტრი და რაღაცეებზე ვარ ჩამოსასვლელი რომ просто ბენზინის ფილტრი და ის მივაყენოთ და საერთოდ არ ან ძრავი და კარობკა და ის იდეალურია, არაფერი არ ჭირდება საერთოდ რა. მორჩებით ახლა და ჩაუშვებ ძეც. ჩვენ მანქანას და დავითას აქ ჯიბეში 10 წალი ვოლტი ხალხო და არ ვიცით სად დავაყენოთ. გიოს ეკითხე. აი ნახეთ. ეხლა უყურეთ სად არის ეს? აი ზევიდან დევს, იმას ჩავარჭავთ ახლა მაგას და კარგად იყავით. თქვენ გონია მომატყუებს და თავიდან მატყუებდა თორე ახლა ვიცი უკვე. აი, ამას. ჰაერი შემშობს. ესეც გამოვიწერე, აქ რო დგება აფე ფაუერის და შემშვები რა, ამ ადგილზე რო რკინა დგება. ხო და უფრო საკაიფოდ შეიტანს ჰაერს. ესეც დამჭირდება სავარაუდოდ აქ რო ყენდება ერთი. რო პირდაპირ აიტანოს სამტრობამ ჰაერი. აი შეხედე. ოპა. 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 ის სატუარი იყენია. ყველა სპორტულ მანქანას რო უყენია ხოლმე. ჰაერი შეინთეიქერი. ეს არის გაგაის. ეგ არის? აი ეს არის კაი კაცი, მიყვარს რა. რა ქნას ხალხო ესეთია. ჰაერის ინთეიქერი. აი ფილტრი რო უყენიათ ხოლმე ხო იცი აქ. ანუ ეს ფილტრი რო ვერ დაილახა. ფილტრი რო ვერ დაილახა ეგ სად არისო? აკამდე მეუბნებოდა ეს მოხსელი გაყიდეო. და ეგ დააყენო არ ჯობია უფრო ლამაზია. კი, აბა რა. ლურჯია. კაი დაჯექებიდი წაუძინე კიდე. აი ზეთ ჩავასხათ და წავიდეთ. ზეთის ჩასხმის პროცესიც ჩავუშვებთ ზეთს და გადავქოქავთ. ნახეთ რა გაზიზინებული ვანუსები მაქვს და მატორი და ძრავი და მთელი ამბები. საღოლცნაო. გადააგდე. ჩვენ სპონსორი არ ყავს, მაო. სპონსორი არ არის, ძმაო. ამიტომ არ ვაჩვენოთ რა. პირველი გადაქოქვა. დიახ, დიახ. თან სუპერით მაქვს სავსე. მე რა გეთქვა, რა ვიცოდი. დრაგზე პრემიუმით ვიყავი გამოსული. გაჩუმდი. შენ არაფერი პრემიუმით არ გამოხვიდოდი.
და გოგო გადაიდო. და ეხლა ნამდვილად დაიგოგება ხალხო. ეხლა იოსნია. აი, ნუ მეფუჭებ. ახერებს უშვება ხალხ. ნუ შვები ხმაკ. რატო შვება ესა? ჩვენურად მუშაობს. ბოლი გაუშვა. ჯერ კარგად არის ყველაფერი. ესე იგი, ახლა ვაერთებთ ზამთარ. რატო გაუშვა მაგას რატო არ ეუბნები? ვიციან, ბოლი რატომაც გაუშვა, ხა ახალ დაყენებული როა ყველაფერი. ყველაფერი დაშლილი ქონდა, იქ ზეთები ჩავარეცხეთ, ბენზინი ჩავარეცხეთ და ეგ ორთქლდე. ხო, ფილტრს შევცვლით ახლა. ფილტრი გამოიცვალა, ფილტრი არ გამოვცვალეთ წეგან. ცოტა ხანი რო ემუშავა და ნაგავით უნდა მეკონა ამოვეტანა. ხო და ფილტრს შეცვლის ახლა გიო და კონდიციონერი, ეს ელექტროგაგრილება რაც დავაყენეთ იმაში ზამთარში. მაშინ არ დამიერთა გიომ ეს მწვანე კაბელი, ხო გახსოვთ? ფერი კაბელი გინდა აირჩიე. მწვანე კაბელი, ერთი წუთი გეტყვი, მწვანე კაბელი არ დამიერთა კონდიციონერზე რა. ხო და ეხლა ვაერთებთ. აქ აირჩია ფერი კაბელი. გიო, მაგას შევხედოთ რა. რამე ხო არა აქ? ამა ნახე. სუფთა ხო გაკრიალებულია იმენა. არაფერი ხო გიო ვაფშე. სუფთა გაბზრიალებულია იმენა. იმიტომ რომ ვუვლი მე მანქანას. რა? ჩავდოთ უკან რა თქმა უნდა. ხო, ეგრეა და ვდებთ უკან, გადააგდო უკვე. აროჩი რა და ის ფილტრი სახლში მიმქონდა. მოკლედ, ეხლა დავაერთებთ კონდიციონერს, ეს გამოვა და აი აქ დაერთდება. ხო და გიოს არხზე დაიდება მანქანის ხმები რა და უყურეთ რა. 30000 გამომწერზე გიო უნდა ავიყვანოთ რა. 30000 გამომწერზე გააქტიურდება ისევ და დადებს ვიდეოებს. მე ვნახე რაღაც ვიდეოები, ძრავებს რო ასერვისებენ, მაგას დებენ და გიოსაც ჭირდება რა მსგავსი ვიდეოები. ვისაც აინტერესებს ზოგადად ესეთი რაღაცები ძალიან. ფილტრი სად არის? მანდოს პარკში იყო. შევაერთებთ ახლა ამას და კი გაჩვენებთ მაგასაც. გამოიწერეთ ხალხო ვარხი ამ წელს უნდა ავიდეთ 200.000-ზე უეჭველი რა. 1,000,000% უნდა ავიდეთ 200.000-ზე, ვისაც გამოწველი არ გაქვთ, უცბად ჩამოსკროლეთ და ასტობეთ ვიდეო, ჩამოსკროლეთ, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრად საინტერესო ვიდეოებს ნახავთ კიდევ უფრო და საუმლოდ სპონსორები და რამე თუ გამოჩნდება, აუცილებლად უნდა დავიქირაო გადამღები და ხარისხის გამო უფრო არა რა, უფრო იმის გამო რომ გადამღების თვალით დანახული ბევრად საინტერესოა ვიდრე ეს სელფით გადაღებული რა. ასე რომ ყველაფერი იქნება საკაიფოდ. გამოიწერეთ და დაალაიქეთ. ამებს რა ქვია? კენდრიკ ლამარების არჩევები. მიდი გაგა გაუშვი. ყვითელი. რავი რა. ყვითელი. აი, ყვითელი გაგას ხათრით გაუშვი. სუპორტების ყვითელი გვაქვს რა და პოხ. ვიდის რა. მოიცა გაგა ერთი წუთი. გადაღება უნდა იცოდე რა. ხო? ხო, გახალასწორებული. გასს არ მისცე? პირველი სადღაც 10 წამი ესე შვება. აბა რო ხანამ დაივაგებ, სექშენ შობის ბრალია. ეს შო, ეგა. ესე შვება სულ. ეს ნაკე ხარხონად და სხვა პოზიციაში რა. ხო. არის პოტენციომეტრი. შენ ახლა ამაზე რო გიყენია, თანამში დაილაგებს, მანამდე ესე შვება ხოლმე. ეგ არაფერი პრობლემა არ არის. ესე იგი, კაი. გაგა, ეხლა უნდა ჩართო კონდიციონერი. ამიცოდა. რა არის შეშენ კონდიციონერი ჩართო? ეგა ჩაირთო.
კი, აგერა, წინ. ჩაი. გამო. გამოიწო. So. ეგარ. ესეც მუშაობს. მოკლედ. რაღაც ანახოთ და რაღაც დაყურებინოთ. ყובה, მორჩა ყველაფერი. ყველაფერი გავაკეთეთ. ყველაფერი, რავი, იმედი მაქვს, რომ გამართულად და კარგად იმუშავებს, გამართულად და კარგად მუშაობს ჯერჯერობით. რატო ჩააქრე, გაგა? არა. კაი. ხო და ეს ვიდეო ამით დასრულებულია რა. ძალიან დიდი მადლობა, ვინც უყურებთ ხოლმე ვიდეოებს, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ელოდებით ხოლმე ვიდეოებს და ლაიქეთ, არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ ახალ კარგ ვიდეოებს. იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა 200.000-სკენ დავიძრობი და არ დაგეზარებათ გამოწერა. გაგოცეთ შემდეგ.